მართლა არის შიგნით ვიღაცა, რომელიც თვალებს რომ დახუჭა ხოლმე, მქონია ეგრე, რომ აი ჩემი რაღაცა ბავშვი ზის სადღაც სიბნელეში და მარტოა რა. იოგი სავარჯიშოდ ასული, უცბად რომ просто მოძრაობა დამიწყია და უცბად აი ესე მოძრაობებში და ღრენებში და ცხოველის ჯიჯგუნაში და რაღაც ტერიტორიის დაცვაში და რაღაცებში გადადიხარ. რეალურად გამოგვიძება არის, რომ აი ყველაფრის დედაც, ანუ ეგ არის, რომ აი ხა მე ნიჰილიზმი გონია რომ ვარ სხეულში ვარ, მე რაღაცას გავაკეთებ რაღაცა პრაქტიკას და როცა ის შემოვდივარ ხოლმე რომ აი ვერ ვიჯერებ რომ აი მაინც როგორი გასული ყოფილვარ რა რომ მინდა მე მინდა თუ დედა ჩემს უნდა რა ეს გოგო ეხა მე მომეწონა თუ მამა ჩემს მოეწონა რა ანუ მე სად ვარ და აი ეს რომ მაქსიმალურად მიაღწევს მე დუში და გონგი ბომ და აი ხო და აი მგონია რომ ეგ მოხდება რა კაი დავიწყეთ შემდეგი ეპიზოდი შემდეგ სტუმართან ერთად ჩვენი სტუმარია მირო ჯორჯ მიროტაძე ლუმუსის სულის ჩამბერი ლუმუსის დამფუძნებელი მირო ჩვენიერი საინტერესო ადამიანი და პირველი კითხვა არის ტრადიციულად ესეთი როგორ მოხვედი აქამდე? საიდან მოდიხარ? სად იყავი? ხო, სად იყავი? მოვედი და გადავრჩი. ხო, და ძირითადად ტანჯვით იწყება ხოლმე, რომ აქამდე რაღაც დავიწყეთ. აი ის პირველი რა. თავში აგური და გადავწყვეტე რომ ვარჯი და იოგა. პირველი იმპულსი რა, იმპულსი თუ საიდან მოხვდი პრაქტიკასთან და რა იყო პირველი პრაქტიკა? ან წიგნი თუ აი როგორ თუ რჩევა თუ და შენი ის მდგომარეობა სადაც იყავი მაშინ? მაინც რასაც ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს ჩემს გარშემო მოიცეს განვითარების პრაქტიკები და იყო ყველა რაღაც კრიზისი იყო. რომ აი რაღაც ძველებურად აღარ მუშაობს. ვეღარ იყუჩებ თავს. ვეღარ ხო. და ჩემ შემთხვევაშიც ნუ ესე იყო. და პრინციპში აი მაგ კრიზისის დროს რაღაც გამოფიტულობის, აი უფრო ყურადღება რომ გარეთ გაქვს და გარეთ მოვლენებზე რომ რეაგირებს სულ და შიგნიდან არ იყურები, ალბათ მაგან გამოიწვია. მაგამ დაღლილობა მოკლედ რომ რაღაც უნდა შევცვალო. და მაგედან გაჩნდა მეგობრებთან ერთად ლუმოსი და ლუმოსთან ერთად დავიწყე ვარჯიში, ანუ ის პერიოდი არ მქონია საერთოდ რომ მანამდე რაღაც და ეს ჩემი გზაა და ეს ხო არ გავაკეთოთ. ой, საინტერესოა. გიჟები ვიყავით და ესე გიჟურად გავაკეთეთ. სულ რაღაც რამდენჯერმე ვიყავი იოგაზე ნამყოფი რომ იოგა სტუდია გავაკეთეთ და მარტო ალბათ საქართველოში ხდება. ხო, ძალიან საინტერესოა. პრინციპში ეს მომენტი რომ ესე მოხდა ხო ის არის ანუ როგორი სულიერი მდგომარეობა იყო ხო ხდები ანუ სულ რაღაცნაირად ესეთი რაღაც სპონტანური ცხოვრება იყო და გავაკეთოთ აი ესე იყო დავესწარით მოგვეწონა იქ რაღაც თემოსთან ვიყავით სახლში იქ ვარჩეთ ანანდაში რამდენჯერმე ვარ დავარჯიშები მქონდა წლეში მე სამეგობროში ვინმე იყო ვინც პრაქტიკობდა თუ არა კი ვისთან ერთადაც გავაკეთე ის უფრო აქტიურად იყო ირაკლისთან და ქეთისთან ერთად და ქეთი ისე ვარჯიშობდა ხო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ უფრო ჩემი გზა იყო ვიდრე მათი და შენთვის რა იყო აი რა გინდოდა მაშინ აი რო აკეთებდი სტუდიას გადაგარჩენდა გეგონა ხო გადამარჩენდა მეც და ჩემს გარშემო მეგობრებიც ისეთი არის რა გადარჩენა იყო ანუ საკუთარ თავთან ომის დასრულება მინდოდა და ყოველთვის ლუმოსამდე ვიყავ ისეთი უნების ყოფა რომ ვიცოდი რომ აი სხვაგან ვერ მივივლიდი სტუდიაში. ანუ არ მექნებოდა მაგის ძალას ვერ გამოვნახავდი. ანუ შენ ვარჯიშის გინდოდა რომ სტუდია ქონდა შენ. ანუ თუ არ ვიცხოვრებდი, იქ ვიცოდი რომ ეგ არ მოხდებოდა. ხო ინტი მაშინ ესე გააზრებულად არ მქონდა რომ აი თუ არ ვიცხოვრებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეგ გავაკეთე რა. ანუ დისციპლინა არ არსებობდა, ანუ არასოდეს არსად არ მქონდა ნამუშევარი, რომელიც დილით ადექი და წადი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მქონოდა და რომ მქონდეს დღემდე არ მაქვს ეგრე, რომ აი რაღაც თუნდაც 1 წელი, აი 3 თვე, რომ აი ბანკში ვემუშავა. ძალიან დიდი გამოსილება იქნება. არც ახლა გვიანი შეგიძლია დაიწყო ბანკში. ხო, სხვათა შორის ბანკში არა, მაგრამ რაღაცას ეგებს დიდი რა.
მაგრამ იცი რა, აი ხა პრინციპში აღარ მჭირდება რა, ისეთი სიყვარული მოიტანა იმან, აი რაღაც იმ მადლმა, რასაც მაძლევდა ვარჯიში, მე თუნდაც რაღაც სახლში 10 წუთიც და იქ ლუმოშიც ისეთი მასწავლებლები იყვნენ ეგრევე შემოგვიერთდნენ, რომ ნუ იმათთან ერთად ვარჯიში ჩემთვის რაღაც საოცრება იყო და დღემდე რჩება პრინციპში. ეს ხდება 10 წლისზე. ეს ხდება 10 წლისზე. მაშინ იყო სტუდიები თბილისში თუ რამდენიმე იყო კი 1 წლის გახსნილი იყო ისა იოგა რუმსი მახსოვს დათო მათ გზადაგვილოც ამაშინ ჯიგრულად არ უთქვამს არაფერი თქვენ გიჟები ხო ხამებონდიანი ხანი მანამდე ისაც ვარჯიშობდა თავის მასწავლებელთან იყო რამდენიმე კი იოგა ჰაუსშიც ერთხელ ვიყავი ისა მაგრამ ის როგორი ჩვენ ვიყავის ტიპები ისეთი არ ყოფილა რა ანუ ჩვენთვის იყო მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი რომ ისიც ყოფილიყო ესეც ანუ მარტო იოგა არა ხო მიუხედავად იმისა რომ იოგა ბევრი წელი იყო რასაც ყოველდღე ვაკეთებდი ციგუნთან და ტაიჩისთან ერთად ანუ მალევე შემოვიდა ესენი რა რაღაც ბგერითი თერაპია რაღაც დინამიური მედიტაციები რაღაცა ცეკვები ექსტაზური ცეკვები რავი რაღაცები შეინიშნებოდა რომ ქალაქში ესენი არსებობდა რა მე არ ვიცი მანამდე არ შემხვედრია მაგრამ მაინც გაფანტულად რა და ეგრევე რაღაც ძალიან აღფრთოვანება გამოიწვია ამან რომ ეგრევე ფერები იყო თითქოს ბევრნაირი და მრავალფეროვანი და დღემდე ეგეთი ტიპი ვარ მეც დღემდე ინარჩუნებ ამ ნიშას ნუ ლუმოსი რაღაც მრავალფეროვანი ხო და ეგეთი ხასიათი გვაქვს ჰაბი ხო ეგეთი ხასიათი გვაქვს მე რაღაც თერაპიები შემოვიდა ხატვები იცი რა სადღაც მქონდა ხოლმე ეგეთი მქონია ხო არიან ტიპები რომლებიც რაღაც ერთხას მიუყვებიან მაგალითად შევიდნენ რაღაც ბუდიზმში ან რაღაცა იოგას გაყვნენ და აი რაღაც ერთში შედიან და შეუძლიათ რომ გაყვნენ და სადაც მქონდა რომ აი რაღაც ერთი ხო სულ არის სულ შემოდის ჩემთან ციგუნი ტაიჩი და იოგა რა სადღაც სულ ბრუნდება მაგრამ აი ეს რაღაცა ვიღაცის ხაზი და რაღაც და მე ვიღაცა მითხრა ერთმა გრძნეულმა რომ ის ხარო რა ქვია შენი არისო ჰარმონია მრავალფეროვნებაში რა და რო დავაკვირდი გადავხედე მომეწონა რომ ხო მეთქი და რაღაცა წლების შემდეგ მივხვდი რომ ეს რაღაცები რომელიც რაღაც ცალცალკე იყო რაღაც ნელ-ნელა ფაზებად დაიწყო ხო რაღაცა ცეკვებმა რაღაც ემოციური სხეული უკეთესად დამანახა ხუთ რიტმმა მაგალითად რაღაც იოგამ რაღაცა სხეული და ციგუნი და ტაიჩის გარეშე ანუ არ ვიცი ხა იოგათიც ვერ ხვდები როგორ უნდა გაიგო ეგრე ენერგეტიკული სხეული რომელსაც როგორც მაგალითად ციგუნ შეუძლია იმიტომ რომ ციგუნი მაგას ნიშნავს ენერგიაზე მუშაობას ეხა სანამ რაჯა იოგამდია ხვალ რაჯა იოგაში აღარ აკეთებ ხა ბევრ მოძრაობებს სულ რაღაცა მეტი ყურადღება შეიძლება მაგრამ ის უფრო რაღაცა ეს უფრო ეფექტურია ეგრე ნუ აი საბოლოო ჯამში ჩემთვის ალბათ არც ვიცი ხა რაღაცა არა გეთანხმები იმაში რომ მეც ესე ძალიან იოგას მივყვებოდი ესე ერთფეროვნად და თითქოს არ ვაღიარებდი და ძალიან ვაკერპებდი იოგას რაღაცნაირად რა იმიტომ ეს არის დავსო ანუ ჩემი იმ დროინდელი გამოცდილებით საიდანაც დავიწყე და რაც მომცა მე ძალიან აღვამატე ეს რა ვთქვა და მართლა ძალიან მუშა პრაქტიკაა მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში რაც დავიწყე სხვადასხვა პრაქტიკები რა ეგ მოხდა რომ თითქოს ყველგან დავიჭირე ის ჩემი რაღაც რა და ხო ძალიან კარგად შეერწყა ერთმანეთს შეერწყა და უფრო კარგადაც განახებს რა მაგალითად ხუთმა რიტმმა კარგად მიმოხვედრა ტაიჩი რა არის იმიტომ რომ ჩემი სხეული მთხოვდა თავისუფალ მოძრაობასაც რა ეხლა თელი ცხოვრება რა ანუ დიდი ხანი ამ რაღაცა ფესტივალს ვაკეთებდი კლუბში და თავისუფლად მოძრაობ რეალურად მაგრამ არ მოძრაობ თავისუფლად მოძრაობ და თან ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ფხიზელი უნდა აკვირდებოდე და მეტი რო გაიგო ცეკვის დროს და თან გჭირდება მასწავლებელი რა ანუ პრაქტიკა ყველაფერი რა რომ აუდი ხა აი მუხლი და იდაყვი ერთად რომ მოძრაოს მაშინ რა ხდება და აი ესენი ძალიან ის არის ხომ საინტერესო რა რომ მეორე პრიზმიდან შეხედავ და ამას უკეთგებულობ რა საბოლოო ჯამში რაღაცა გრჩება რა როგორც შენ გაქვს ხა ხო იოგა და მაგარია ძალიან მაგრამ აი მე მაინც ურჩევ ხოლმე დამწყებებს აი პირველი 5 წელი რომ ბევრ რაღაცას შეეხო. ნუ ისიც გასაგებია ეხა რომ რაღაცა
აცადო და არ უნდა ბევრ რაღაცას არ უნდა გადაი. ხო, გადაი. გაიჩნია საიდან არის რა, ვინც აი თუ ძალიან გადარჩენიდან და ეხა იმასაც მიედა იმასაც და თუ ძალიან შველა სითხოვ რაღაც ეგრე არ დაგეხმარება არც ერთი რა ცოტა ისე უნდა მიყვერა. ხო, მაგრამ აიფილტრება მე მაინც. მაგრამ აი თუ აი საიდან ხარ მაინც რა, აი თუ სასწავლებლობიდან ხარ ეხა დროზე რამე დამეხმაროს თუ რაღაც ეგ ცოტა წინააღმდეგობა. რა, სადღაც აი დონ ხუანს აქვს ეგ კასტანი და შეუძლება რომ ამ გზაზე ვიხარო და ადგები ოქ მირის გზაზე ისიც მოგივა ესეც შეიძლება ენერგეტიკული სხეულის გადაიწვაო შეიძლება თავის რაღაცაზე მიარტყაო ისე მაგრამ აი ეხა რა დებილიც ხარ მაგას ყველაფერი აჯობებს ანუ ეხა მოძრაობა ეგ არის მოძრაობა უნდა დაიწყო და თუ ზიხარ პრინციპში შეიძლება არც ნაკლებად მოგხდეს რაღაცები იმიტომ რომ 900 რო იწყებ იქ ისა კატა მანდვე იგებ ხარავ კატა გამოთხარავ ისაო ხო მანდვე იგებ ზოგადად ვინ ხარ თოეში მანამდე შეფუთული ხარ რაღაცებით ხო და ნუ ეს სამი ტიპის ადამიანი ძალიან გამოკვეთილია ამ გზაზე ერთი არის რომ რაღაც ხას შეუძლია გაყვნენ და ამის მასწავლებლებიც ყოველთვის ამბობენ რომ აი ერთ სისტემაში ყველაფერი არის, აი რატომ მიედმოედებით რა? არიან მე ხო რომ აი რაღაც აქ შეხვედი მაგალითად რაღაც პერიოდი ვიყავი ტიბეტურ ბუდიზმში და თავის პერსპექტივა, ემოციებთან მუშაობა, ფიქრებთან მუშაობა, დემონებთან მუშაობა, რაღაც არის რა. მაგრამ მე ძალიან ხედავ მსგავსებებს რა. აი მაგ რაღაც მასწავლებლებიდან მოწყობა ადამიანების არის, რომელსაც ესე ანუ ინტუიციურად რასაც მიადგება, ეხა ის უნდა გაიხსნას რა, ის არის ეხა გასახსნელი. და მესამე ადამიანები არიან რომლებიც საერთოდ არაფერს არ აკეთებენ, просто ცხოვრებაში კრიფავენ ამ გამოცდილებებს, არ ვიცი, კარმა, იოგა გამოდის, ხო? ანუ უბრალოდ არიან და რაღაცები ხდება, იხსნება და იმით კმაყოფილები არიან. ოშო ამბობდა რომ ესეთი ადამიანები ცოტა არიან, აი ვინც просто ცხოვრებით кайფობს რა. ხო და არ ვიცი, მე აი ეხა სადაც ვარ მგონია რომ მაგრა ვარ იმისთვის რომ ცხოვრებად რაღაცა მეშინოდეს თუ სიამოვნებას, მაგრამ დრო დამჭირდა ამისთვის რა, რომ აქამდე მოსულიყავი, რომ მეტად ვიღებ სიამოვნებას რა. გართობითაც ჩემთვის სულ ვერთობოდი და სულ რაღაც ის იყო, რომ აი ბოლო რო გამოდიხარ კლუბიდან და სულ გადაჭარბებები რო გაქვს და აფენდაუნები რო გაქვს და ემოციური ისენი ხო და აი ხა შემიძლია რომ კარგად მოვილხინო და სადღაც სახში წავიდე 11-ზე, 12-ზე და მანამდე ესეთი ადამიანები დაჟე მოსაწყენები მეგონენ რომ აი სადღაც ის კარგად რომ აი ხო და აი ხა რა ქენით თქვენ რომ გავერთეთ და ეხლა წავიდეთ ხვალ უნდა რა უცნაურია აი ხა იწყება ხალხო რა სადმული ძალიან კარგად მესმე ხო ეგ საბო აი მეც სადღაც ჩემ თავში რო ვაკვირდები ხა რასაც ყვები ძალიან ჩემ თავზე გადმომაქის რომ ეგ ძალიან მიჯაჭვულობა მქონდა რომ რაღაც თითქოს ეხიც არის რა თითქოს შენ მდგომარეობას ეგეთია რა იცი ეს თქმა მინდა რომ თითქოს რაღაცას რომ მოკიდებ ხელს რა რაღაც ამასთან აიგივებ მე თავს და ეს შესაბამისად შენ რაღაც სტატუსს ესე რომ ვთქვათ აი განიჭებს რა თუნდაც იოგობა რა მის მასწავლებლობა რამე რა და თითქოს რაღაცა ეს უნდა დაამტკიცო რა თითქოს ჯერ პირველი შენ თავს უმტკიცებ რომ აი რაღაც პრო ხარან მასტერი ხარან რაღაც და მინდიხარ საბოლოოდ მე არის რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ის არის რა ინსტრუმენტები ან ტექნიკები და იმისთვის არის რომ უბრალოდ კარგად იყო რა და იცხოვრო და აკეთო ის რაც გინდა რა ხო ეგ წნეხიც არის რა თან კონკურენცია ამდენი მასწავლებელი ისე და პატარა ბაზარი და მე ეგ ადამიანებს აქვთ ეგ რომ დასამტკიცებელი აქვთ რა მე მაშინ მე უფრო მაგარი ინსტრუქტორი ვარ მასწავლებელი ვარ რაღაც და ხო საბოლოოდ გაშვება რა ხო გაშვება და მოძრაობა საბოლოო ჯამში ისე არის მოწყობილი ყველაფერი რომ რაღაცები კრიზისები შეიქმნას და ისიც მოხდეს ესეც მოხდეს და შენი ეგოც დაინახო და სადღაც გადაიწვა და ხო ეს იოგაც და ისიც რა არის ხო საბოლოოდ არ არის რა ეგეთი მნიშვნელოვანი რა რომ აი ხა ეს იყო ან იოგი იყო და იოგი გერქო იმ გაღიაროს ამ დამსახურება ხო რაღაც ხო იცი რა არის აი ბოლო პერიოდში რო უყურებ ხოლმე რაღაცა პოდკასტებს თუნდაც იოგების რაღაც
თითქოს რაღაც ისეთი ტენდენცია წამოვიდა ამ პრაქტიკების რაღაცნაირად გაუფასურება. ეხლა შენ რაც თქვი რა, მე ძალიან ისე უყურებ მე ამ პრაქტიკებმა გადამარჩინა რა. ანუ ჩემ გადამარჩინა ანიშნავს რომ ვიღაცა გადაარჩინა. მე ზუსტად ვიცი რატომაც გადამარჩინა რა. აი პრაქტიკას ჩემი აზრით ისეთი რაღაც შეუძლია, რაც არ შეუძლია უბრალოდ რაღაც ფიზიკურ აქტივობას რა. უბრალოდ ეს რომ გარეთ გამოგვაქვს რაღაცნაირად ისე არის ხოლმე რომ რაღაც ბანკები და ისინი კომპანიები ისეთი მაღალ ფარდოვნებით გელაპარაკებიან რომ აი თითქოს ეგ არის რომ მოგცემს ჯანმრთელო იოგას იული კუჭი რაღაც სტრესი გამნა რა ანუ მაგისთვის არ შექმნა ეს პრაქტიკები რა ანუ სხვა და ის ქონდა და საბოლოო ჯამში არის შენი მიზანი რა არის რა თუ გინდა რომ კარგად იყო რა ვიცი შეიძლება რაღაცა სხვაც რო ქნა კარგად იყო თუ ის არის რომ ყოველდღეს რა არის რა ხო ანუ ეგეც ინდივიდუალურია თუ რაღაც მათ გინდა ჩაიხედო მე მგონი რაღაცებს უფრო მეტი პოტენციალი აქვს პრაქტიკაში. თუ ჩემეცნებითი პრაქტიკაა საბოლოო. თუ ჩემეცნებითი, ანუ აიღებ ამას როგორც ინსტრუმენტს და მეორე ცხოვრებაში გამოგადგება, ან არ აიღებ. საბოლოო ჯამში პრაქტიკისთვის არ ცხოვრობ, გასაგებია. ხო. მაგრამ აი ეს ძალიან ვინც ამ სფეროში ვართ, მე მგონი აი ეს შუაში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასაგები ადრე რომ დაიწყო ეს ყველაფერი, ხა ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ნუ 10 წლის წინ რაც ხდებოდა, როცა ჩვენ დავიწყეთ, იყო რომ უფრო ეგზოტიკურად გამოიყურებოდა და ადამიანებს ეგონათ უფრო რომ აი ეს რაღაც კარს გაუღებდა რა, აი ბოდიში რა, ანუ ძალიან ისეთი არის თავის თავში ვარ იმას დისციპლინას მოითხოვს, რაღაც უნდა გავიდეს 10 წელი ხა ჩემი. ძალიან დიდი შრომაა. ხო, პირველად რომ შემოვიდა მახსოვს ჩვენი მასწავლებელი იური ციგუნზე და დავხვდით აი ყოველთვის აი რასაც რო ისრუტა ყველაფერს რა და ეს თქვა ნუ აი რაღაცას ცოტას რაღაცას 5 წელი გაიგებთო რა. აი ჩემთვის 5 წელი იყო რომ მეთქი რას ამბობს ეს აი 5 წელი ან 5 წელი რა არის და მე ხა რო ხვდები რომ აი ხა ტაიჩიზე იტყვის ხოლმე რომ უთქვამს რომ აი 20 წლის შემდეგ რაღაცას მიხვდებით რა აი ხა 10 წელი გავიდა და რაღაცას მიხვდი და აი ხა ინტუიციურად ხვდები რას ამბობს რომ 20 წლის შემდეგ რაღაცას გაიგებთ ეხა უფრო რაღაც გიმნასტიკაა რა უფრო ცეკვა არის რავი აბა ის უნდა რასაც მოკიდებ ხელს მარტო ის არ არის რომ ყოველთვის გაგისწორდეს და დილით რაღაცა აი ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რასაც ამბობ და ძალიან საპასუხისგებლოა რა მე იმას ვამბობდი რომ აი სტატუსებრივად რომ შენ ვიღაც იყო ვთქვათ რა არა ხო სიგიჟია ხო თავის თავშივე გამორიცხავს უკვე ამ პრაქტიკას რა და ხო რა სპორტისგან მაგით განსხვავდება ეს განვითარება არის პრაქტიკები, რომ ეგეც ეგოზე იმუშაო და პირველობას და რაღაცები. ხო და ეგ ხო ვინც რაღაცას ვაზიარებთ, პირველ რიგში ჩვენი გზა არის რა და მე ხდება მაგის ის და რამდენადაც ხელს უშვებ რაღაცებს, თუნდაც იოგობას ან რაღაცობას. არა, საყვარლობა რა ჩვენი ეგო გზა არის რა და მაგას ვიხმარებთ და რატომაც არა ვიღაცაზე უკეთესი და უნდა შიგნით რაღაცას იყო და მაგას რო დახედო გეცინება და თან არის რომ ცეცხლს გაძლევს მოძრაობის. მე სადღაც მაგალითად ეგ ტრამვაზე რაზეც გახარო იცი რა მე მინდა გამოვიდე, აღარ გჭირდება და მაგის გარეშე აგრძელებ რა. სადღაც მივხვდი რომ რაღაცა რო უკრინდან ეს მოწოლა არ ყოფილიყო თუნდაც დაბალი თვით შეფასება პირობითად რომ აი რაღაც ქონდა 26 წლის ასაკში რომ აი მე რა გამიკეთებია, რავი შეჩემა გადაანები მოსაწევს თავი და მე ვილაპარაკოთ რა გამიკეთებია და რა არა, მაგრამ აი რაღაცა მინდოდა რომ გამეკეთებინა რა და რა ხო იდგა იქ იმ წნევაზე რომ რაღაცა კარგი უნდა ვქნა თუ და ეხლა მგონია რომ აღარ მჭირდება ეგ და გამანება ამ იმანაც თავი რა ეს მაშინა გამოვიდა გარეთ ეს მოწყობები რაღაც ტრამვის თუ ის რომელიც წნევა ქონდა დაგროვილი რაღაც აკუმულირებული რომელიც ქმედებას მაკეთებინებდა და რაღაც მომენტში რომ მივხვდი რომ ეს აღარ იყო საჭირო და თან ჩემი ბედი იყო მე ესე ვთვლი რომ აქ ყოფილიყავი და არა სხვაგან ის ეგრევე რაღაც ამოვიდა გაცნობიერდა და გავიდა და მანამდე თუ რომც გაცნობიერებულიყო ჩემ გზაზე შეიძლება არც მაწყობდა რა ანუ არც გაცნობიერდებოდა იმიტომ რომ ის მაგას მაძლევდა მაგრამ ნუ აი სადღაც აღარ გჭირდება ეხა რაღაც ტკივილებზე იყო და განწირულად იქიდან რაღაცას აკეთებდე რა ხო ეგეც ეტაპებია სულ და ეხა წინასწარ განსაზღვრო მაგას სად მოხვდები რა პრაქტიკით რა ხო და რას ეგ რო წინასწარ იყოს ხო მაგრამ დადებილიც იყავი ზებია ჩემი არის სად მიდიხარ როგორ მიღარ რაში ჩავარდები ანუ ეგ არის ხო აი წინასწარ განსაზღვრო რა თავის თავში თუ წინასწარ არის განსაზღვრული უკვე ეგ თვითონ გამორიცხავს რა მედიტაციურ და იოგურ პრაქტიკასაც რა ის არის გამოცდილებითია რა რო დგები ის რაც არის ეხა რაც არის ეგ არის რა
ეხლა რაც ხდება, რა წინააღმდეგობა გაქვს. მრავლის მნახველი ადამიანი ხარ ამ პრაქტიკებში რა. ხო და აი მაინც ხო რა ისიც ეხლა მან დოტრიალებთ რა ისიც ნახე იოგაც ისიც მაგრამ აი ყველაზე საბოლოოდ აი მაინც რომელს გამოარჩევდი ეფექტურობით და აი ну მესმის რომ საფეხურებია და ერთმანეთს ესე სენდვიჩივით ადევს თორემ რო ქვია ფენებად ესე რა და ნელ-ნელა მოგეწოდა ხო მაგრამ მაინც აი კულმინაციური ან რაღაც ისეთი რომელმაც გახსნა იყო ეგეთი რამე შენ გამოცდილებაში თუ აი საბოლოოდ მიქსია ვარ არა ყველას აი თან ძალიან სასაცილო არ აი ახალი რო შემოდის ეს არის რა ეს არის ხო ჩემი ნერვული სისტემა როგორც ადრე ვამუშავე ისე რაღაცაზე აფრთოვანებული უნდა ვიყო ეხა ეგრე აღარ ვარ და მეცინება იმიტომ რომ ამაზე დაცინოებს მე სულ დამცინია ხოლმე მაგაზე რომ აუ ეხა რომ რაღაც ახალი აღმოჩენე და ტყვის გაბურყავს აი ეს არის თუ რაღაც ყველა ახალ აღმოჩენას გახსნა ქონდა მართლა და მართლა ეგ იყო იმ მომენტში ეგ იყო მე კი აქედან გადმოხედვით ის არის რაღაც სასაცილო არის რომ აი ეს არის მე არ ქადაგებდი ხოლმე მაგ ახალ რაღაცას ეგრე ქონი ანუ აი ახალ რაღაცას მე რო ვიპოვდი ხოლმე ჩავთაზე რომ მუშაობ და მინდა რომ ყველას წოდნოდი და ყველას უყავდა და ეს კანი ეგრე ზუსტად რავი აი რასაც შევეხე იმიტომ შევეხე რომ მართლა ისეთი მოიტანა რა იოგამაც ტაიჩი ციგუნმაც და იოგას როგორ იოგას აპრაქტიკებ თერაპიულმა რაღაცეებო არის თუ ხო ისა მე მაგალითად აი რაღაცებთან თავისით მოხვდი სხვა რაღაცებთან არ ვიცი როგორ ვთქვა რა იოგიდან ოღონ ესე პრაქტიკებს არ მივსულვა რა მაგალითად აი ტყეში რო ვცხოვრობდით რაღაც აი ცეკვის მუღამი გაიჩიტა უცბად ეკოცონიდან ცეკვა და მოძრაობა რო დაიწყო და იქ 4 დღიანი ტყეში ცხოვრების მე რაღაცა ეს თავისუფალი მოძრაობა და რაღაც ხო ის მივხვდი ცეკვა რა იყო რა როგორი ექსპრესია იყო და როგორ გამოქვაი ხომ აქამდე სულ ცეკვავდი და ეს კლუბები და ის და ის სხვა რამეა რა და ეს კიდე სხვა რამეა ხო შეულებული ეგეთი აი მაგალითად ჩემთვის კიდე ეგეთი თავისთავად იყო ცხოვე animal flow რაღაცნაირად ცხოველურ მდგომარეობაში გადასვლა რა და სულ იყო ეგეთი ის რომ გამაი რაღაც ტრანსული მდგომარეობა არ ვიცი სიტყვერად რო ავხსნა რა სადაც მართლა თითქოს იმას აექსპერიენსები იმას გამოსცი რაც შენ ევოლუციურ რაღაც მონაკვეთში იყო რა პრაიმალ ხო და თავის ღრენებით და აი იოგი სავარჯიშოდ ასული უცბად რა იპოსტა მოძრაობა დამიწყია და უცბად აი ესე მოძრაობებში და ღრენებში და ცხოველის ჯიჯგუნაში და რაღაც ტერიტორიის დაცვაში და რაღაცებში გადადიხარ ხო და ეს საბოლოოდ არის ეს ტექნიკებიც ესე რაღაც მოცემული რა მე რისერჩს რო აკეთებ არის თქვათ რომ აი სხეულზე ორიენტირებული რაღაცები რო არის დასავლეთში მაგალითად მაგებს აპრაქტიკებენ ხო იმეც ძალიან დიდი ძალა აქვს იმ პირველად ჩაკრას ხო პირველად ამ ენერგიებს რომელიც ამ პირველ ჩაკრას ეს ველური რა და ეს თანამედროვე სამყაროში ამე ძალიან მოწყვეტილი ვართ და რეალურად უარს ვამბობთ ძალიან დიდ ძალაზე რა და რაღაცები თერაპიები კარგად მუშაობს აი ჩვენთან თვეში ერთხელ ჩამოდის ხოლმე ერთი ბრიტანელი თერაპევტი რომელიც რაიხიანულ ეს ფსიქოტიპაჟებზე ატარებს რა რომელიც სულ ღრმას უნთქვა არის რაღაც პოზებში ბრაზის გამოხატვა და იმ მართლა ხვდები რომ გაბრუნებს მუცელში რა. კი, ეხლა ვაპრაქტიკებ კაკრას მაგას ლოუენის რაღაცებს კითხულობ და მაგას ვაპრაქტიკებ ეხლა რა რაღაც ახალი ტექნიკები. იმიტომ რომ აი რაც უფრო მეტი ესეთი პროცესებით ვართ დაკავებული თავში, მით უფრო ვწყდებით მუცელს რა და მუცელში არის ყოფნა, ან ეს ზის წნულის ზემოთ არის კეთება რა და ნუ გვინდა არ გვინდა ამ სფეროში ვარ თუ სხვა სფეროში ძალიან კეთებაში ვართ, ეგ ერთი იდეებში და ხელებში და ხო და მეორე არის კიდე რომ თუნდაც ახლა აი ძალიან დაცემული ტესტოსტერონი და ზოგადად გაშეშება რა. მე ძალიან მიჭირს ჯდომა ჩემთვის არის აი კატასტროფა. დიდხანს ჯდომა გაჩერებულია სხეული რა. ამ მუცელს წqdები და მუცელს რო წqdები ავთენტურობასაც წqdები რაღაცნაირად რა. აი მაქვს ხოლმე სულ რომ აი
გონია რომ ვარ სხეულში ვარ, მე რაღაცას გავაკეთებ რაღაცა პრაქტიკას და როცა ის შემოვდივარ ხოლმე რომ აი ვერ ვიჯერებ რომ აი მაინც როგორი გასული ყოფილვარ რა. განსაკუთრებით ცეკვას აქვს ხოლმე რომ აი სხეულში შემოსვლა, იმიტომ რომ ემოციების ამოძრავებას იწყებ და ეს გასულობა ამ პერიოდის მთავარი ჭირია ჩემი აზრით რა. და ხო მე ძალიან ვაფასებ მაგას რა სხეულებრივ პრაქტიკებს, იმიტომ რომ აი მეტი მე მგონი არც არა. და თან აი როგორი შეგრძნება მაქვს იცი რა. ამ ენერგეტიკულ სხეულში გვაქვს აი რაღაცა შავი ხვრელები, რომლებითაც საიდანაც ეს ენერგია გადის. რა ჩვენ ამ რაღაცა თერაპიულმა პრაქტიკებმა ეს ცნობიერი თამაშები, განსაკუთრებით განლაგებამ დამანახა ეგ რომ ანუ ჩვენი ცხოვრებით აი თითქოს მთელი ჩვენი თავი გარეთ არის გამოსული და შიგნით ვიღაცები ცხოვრობენ, რაღაც სოციუმი ისინი და განსაკუთრებით დედა მამა. ეს რაღაც ენერგეტიკული სხეული თავარი ჩამოყალიბება სადღაც 7 წლამდე ხდება და ამ დროს ბავშვი ცალკე ვერ აღიქვავს საკუთარ თავს, არის რომ ჩვენ არის. ანუ ეს პერიოდი ბავშვობის პერიოდი არის ჩვენ, რა თინეიჯერობის დროს იწყება გამოყოფა და ამ ჩვენში არის რომ იმას რო ტკივა, იმისას იზიარებ რა. ყველაფერს, იმის მოდელებს, იმის ტკივილებს, იმის რაღაცა გაღუნულობებს რა და ეს შენი თავი ბოლომდე გარეთ გამოყავს. და შესაბამისად, აქ რაღაც ხვრელებია, რომელთაც სულ გაგდის ენერგია რა და მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს ბრაზიან რაღაცები ხო? აი ლოიალურობა არის ამის სიტყვა რა, რომ რაღაცაში ლოიალური ხარ, ეხიდები მას მის ტკივილებში და თან ახლა ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა შოულებმა რა გაიარეს ხო და სადღაც რომ შენს ენერგიაში დაბრუნდე ძალიან დიდი შრომა ამისთვის ჩასატარებელი განსაკუთრებით თუ კიდე ქალაქში ცხოვრობ რა და რაც ხარ და სულ პრობლემებში ხარ და გადაჭრა და აი რაღაცა მინდა ისიც არ ვიცი რომ მინდა მე მინდა თუ დედა ჩემს უნდა რა ეს გოგო ეხა მე მომეწონა თუ მამა ჩემს მოეწონა რა ანუ მე სად ვარ და თან რავი ეხა მთელი ამბებია რა ეს ხვრელები ეს შავი ხვრელები, თელი ცხოვრება აქვს ადამიანს, რომ აღარ კონდეს, გასხივოსნებული იქნება, ანუ თავის ენერგიაში იქნება ბოლომდე რა. ხო, აი რაღაცა იქ გაწოვა, რაღაცა ეზოთერიკი თუ რაღაც რელიგიური ტიპი გეტყვის, რომ აი დემონები შენ ენერგიას წოვენ რა. ხო, მესმის. ხო და თელი პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ ამ ხვრელებში რო რჩები, ძალიან დიდი ტკივილია მარტოობის და შიშის და ყველაფერი ამის გადაფარვა შეიძლება პრაქტიკებიც გამოიყენო ამის გადაფარვა, იმიტომ რომ ძვლები გეღუნება, როცა ამასთან რჩები რა. მაგრამ მეორე თუ ამას აკეთებ და ამასთან რჩები, სულ ხვდები, რომ იქ არაფერი საშიში არ არის რა, ამაში გეხმარება სხეულებრივი პრაქტიკების და მედიტაციას თუ სწორად გამოიყენებ, თორემ მე ესეთი მედიტაციებიც ვიცი, რომელიც სხეულიდან გადიხარ და გონია რომ რაღაც ხდება და რო შემოხვალ ისევ ესენი ხდება. მი ესენი და გადის ეს ენერგია რა და რავი შეიძლება ამ ენერგიას ვის ეგრე უყურებს მართლა სხვა არსებები არაფერი არ იკარგება და სხვა არსებები წოვენ, მაგრამ შენ ანუ არავის არ აქვს უფლება რომ ესე ჩაერიოს რა და თუ ამ არსებების არ გჯერა, უბრალოდ მარტივია რომ მაგ შავ ხვრელებთან დარჩე და შავ ხვრელში დარჩენ არა მარტივი. აი როცა გტკივა, როცა რაღაცა სევდიანი ხარ, მაშინ გამოიკვეთება ხოლმე. როცა კარგად ხარ, ამას ვერ გზნობ, რომ გაი ზღვაზე თუ ხარ, რაღაც მაინზე ენერგია გაქვს, მაგრამ აი ეს თერაპევტი რო ვახსენე, ეს დევარაჟი ეგრე ამბობს ხოლმე, რომ უთქვამს და ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანს ჭირდება ციხე რო განვითარდეს. ძალიან ისეთი ხო ვიღაც მედიტაციები ვისაც უყვარს ადამიანს იმას რო უთხრა არა, რომ აი მაგ რაღაც ტანჯვის ცნობიერებიდან არ გამოდიხარ, მაგრამ ნუ აი როცა ცუდად ხარ, უბრალოდ დარჩი მარტო, ეგ არის ციხე რა. როცა ცუდად ხარ, კი არ განიავდე ხარ რაღაცა ის შეყვარებულს შეშროდებიან და მე რო რაღაც დიდხანს ულოთაობენ პირობითად რა. რომ გული გადააყოლო ძალიან კაია და ამოიტანო ერთია, მაგრამ აი თუ დარჩები რა მე რა მოხდება რა მაგ ტკივილთან, იმიტომ რომ სად არის რა, ანუ სად არის საერთოდ რომ თუ გამაყურებელი აღარ გაქვს ხო? მარტო ვარ, აი როდის ხარ მარტო რა და მართლა არის შიგნით ვიღაცა, რომელიც თვალებს რო დახუჭა ხოლმე, მქონია ეგრე რომ აი ჩემი რაღაცა ბავშვი ზის სადღაც სიბნელეში და მარტოა რა. და რომ მიფსულ ვარ და მის გვერდით დამჭარ ვარ წარმოსახვაში, ნუ რაღაცა მარტო ვარ, სიბნელეა, საშიშია და ცოტა ხანი რო ზივარ 5 წუთი, 10 წუთი. მომენტ რავი. არაფერს არის. We good. ხო, ცოტა რილაქს. დანებება ხო, არაწინააღმდეგობრიობა. აი შენ რასაც შავხვრელებს ამბობ ხო, ეხა ჩემთვის გასაგებია რა და აი მე კავშირის გაწყვეტას რა სხეულთან რეალურად ეს კავშირი ხო ეს ძენი დადის რა ენერგია ჩვენთანში რა და
თუ მაგალითად აი წინააღმდეგობები გვაქვს რა ის ჩაკრები რასაც ქვია რა მაგალითად ხო სტრესია რა კუნთოვანი სტრესია პირდაპირ რა რაღაც დაჭიმულობა და ეს ენერგია არ დადის რა და აი ჩაუხრელებს ხო აი მე სადღაც მაგარი შემოვიტანე ხო შავხრელები ის არის რა ხო ანუ აი ბრაზი მაგალითად ხო ანუ რა აი ეს ენერგია რო არის ემოციებს გულისხმობს просто პრესი ჩაჭრა ხო აი ბოლომდე მინდა რომ დავეწიო რა რასაც გულისხმობს მაგიტო მოშვები ვამბობ მე რა გადავწყვეტე რას გულისხმობს არ ვიცი ხო ანუ მოკლედ ეს რესურსი და ენერგია რა ჩვენ სიცოცხლეა ამიტომ ბავშვობის ტრაუმებით შიშებით იმით არის რაღაცნაირად ჩაპრესილი რა ანუ არ არის დენადი ხო სწორად და შესაბამისად რესურსი და ენერგია მიდის იმაში რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ანუ იყოს ეს ბარიერები ესე რომ კომპენსაცია უფრო გარეთ მე რო აი რაც მიუღებელი გაქვს მაგის საპირისპირო საკეთებ რომ დააკომპენსირო ეგ რამდენი გასაგებია თუ არ ვიცი არა ხო ნუ აი რთულია რა დარჩენები რთული არის ხო და საბოლოო აი რა მარტივად რას ვიტყოდით მაგაზე რა უნდა ვქნათ რა ანუ surrender რა დანებება რა დანებება ოღონდ ფიზიკურ სხეულში დანებება წინააღმდეგობის გაშვება რაღაც არის იცი აი ის არა წაგება ხო აი ჯიმ კერის რაღაცებს ერთხელ რაღაც პოდკასტს უსმენდი და იქ ხონდა რომ აი ნეტავო ყველა ჩემნაირად ყველაფერი მიაღწიოსო რაც უნდოდაო რა ну რავი საუკეთესო რაღაცა კომიკოსი მსახიობია და არა მარტო კომიკოსი და ბევრი მიაღწია და ნეტა ყველა ესე ეცადოსო რა აი ბოლომდე ეცადოსო და მიაღწიოსო რომ იქ რომ მივერო მივხვდეს რომ თურმე ეს არაფერი არ ყოფილა რა ამიტომ რაღაცა ნება ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ნება რა ნება და ეს ნებას ბევრს რო ცდი მე რო ხვდები რომ აი სადღაც ხო ქონია რა აი ყველაზე ესეთი რომ აი ღმერთო აი არ შემიძლია უბრალოდ და შენქენი რა. აი რაღაც აი რამდენჯერმე რაც ეს მქონია, მართლა, ოღონდ ის კი არა, აი ნახევრად როა და აბა ეხა რა სიზამს კი არა, ანუ მართლა რო ყველაფერი ეცადე და ანუ არ შეგიძლია რა, ანუ მართლა ბევრი რამ ეცადე გულწრფელად, აი მთელი რესურსი ჩადე და აი ვერ ქენი და აი ღმერთო აი არ შემიძლია და აი რაღაც შემოდის ხოლმე ყოველთვის მაგ დანებების მომენტში რომ ნათდება აი. აი რაღაც თითქოს აი მქონია რამდენჯერმე რა ის რო ამბობენ ხოლმე აი სული წმინდის გადმოსვლა რა რომ აი მაგ დანებებას და ამიტომ არის რომ ამის პრაქტიკებიც რეალურად მაგას ემსახურება რომ რაღაცები ქნა და მე სადღაც შემოდის ეგ მომენტი რომ აი ქენი და ის გონია რომ ძალიან ფასობს ეგ რა ქმედება და ეხა სწორი ქმედება არ არსებობს ესეთი რაღაც ხო სწორად უქმედობ მე რაღაც საფორთიც მოდის რა რომ ქმედითად აკეთებ სადღაც აღარ შეგიძლია მან დრო უკვე ტკივილამდე მიდის რომ აღარ შეგიძლია რაღაც ლღვება ეგოსი და მაშინ ერთდები რა მაშინ ხდება დენადი დენადი და საბოლოო დენადობა ეგ არის რომ იმის გამტარი იყო ბოლომდე რა რაც არის ხო და სანამ არ ვართ მოძრაობთ ხო სანამ არ ვართ მოძრაობთ მე ალბათ ის არის ხო ეს მოძრაობაც სხვანაირი გახდება უფრო ექშენი მოაკლდება ხო, მაგრამ იმ მოძრაობასაც გააჩნია რა, ზოგი არის რომ აი ძალიან ტკივილიდან გარბის და სულ მოძრაობს და სულ გაქცევაშია რა, აი ჰიპერაქტიული ტიპები და ძალიან ეს რაღაცნაირად და სულ აი ვერ გააჩერებდებს და ეგეც რესურსის არ არის იყოს აგერ თუ არ უნდა თვითონ გაჩერდეს. ნუ იყოს რა, საბოლოოდ ხო ის ვერ ხვდება ეგ ადამიანია რა, ვთქვათ რომ გარბის. არ ხვდება, არ უნდა რომ გაჩერდეს. როგაჩერდეს მოყდება რა აი ხო და აი მისი გზა ვიღაცის გზა რომ აი რაღაც ძალიან სიმძაფრეებით ეგ მიხვდეს ვიღაცას არ ჭირდება ვიღაცას მაგ ენერგიას ვერდებს ვიღაცას იმდენი ხვრელი აქვს რომ შეიძლება მაგ ინტენსივობა არ აქვს და სხვა ადამიანი იქ მასწავლებელი დაგასაფორთებს იქ რაღაცა შენთან მოვა სტუდიაში საერთო ის არის ხო ველი როცა ერთად ვარჯიშობთ იოგას აქ თუ იქნება თუ სხვაგან და ესე ვეხმარებით ერთმანეთს რაღაც ერთი ვნახე და მე პოსტადას დავდეთ რომ
ну ისა ხო აქ უბრალოდ ერთმანეთს რაღაც ესეთი იყო რა აქ ერთმანეთს ანუ სახლამდე ვაცილებთო რა ამიტომ ეხა ისიც რომ რაღაცა მე მარტო ვიზამ და ჩემ მარტოობასთან მარტო დარჩები ოკეი მაგრამ ну აი აქ ყველა ერთი ვართ რა ну არ არსებობს მარტო სულობა არ არსებობს სულ კავშირში ვართ რაღაცას უბედურიც რო ხარ მაშინაც უწყვეტი კავშირია რა და აი ეგ მარტო ვიზამ და დახმარება აი მოძრაობაში მთავარია ითხოვ რომ თუ ითხოვ სამყარო აუცილებლად გამოგიგზავნის თან ეხა ბევრი შესაძლებლობები მაგის რესურსიც არ აქვთ ადამიანებს არა ხო და ანუ ეგ ძალიან ჩვეულებრივი ის არის რომ რაღაცაზე დაერთდე რა ძალიან კარგია community-ები ძალიან კარგია რაღაცა ჯგუფში ცალკე ვარ ჯიში ძალიან მიყვარს ეგეთი ტიპი ვარ რომ დილით ჩემთვის მაგრამ ჯგუფში იმხელა ინტენსივობა ხოლმე ვიღაც რაღაცაზე დაატრიგერებს ვიღაცას გაბრაზებს ვიღაც უხარია და საერთო ტრიალებს და შენს გეხება და მე ეს ენერგიას ბევრს ამოძრავებ რო და ბევრად სწრაფად მიდიხარ წინ თუ გინდა სადღაც შეიძლება რომ ინტიმურად მარტო გინდოდეს რაღაცის კეთება ну ის ის კაი საბოლოო ჯამში ეგ არის დახმარება თუ ითხოვ მოვა რა და დანარჩენი უბრალოდ გზებია ვიღაცა სხვანაირად არ შეუძლია ბევრი უნდა იბრახუნოს ვიღაც აი მასკულინური გზით უნდა წავიდეს და მე ბევრი არ გამოვა ფემინურზე გამიხე თუ დააკვირდები რა ანუ ქრისტეს და ბუდას სახები ძალიან ფემინურია რა ისეთია შივას სახისგან განსხვავებით რა ძალიან ფემინურია მათ ეს გზა აირჩიეს ერთმა მედიტაციის გზა აირჩია და მეორემ სიყვარულის გზა არაფერი ბრახუნი არ ყოფილა ის არ ამბობდა რომ ისა იყო რომ ხმალს ხელში აიღებ ხმალითვე მოგიწევს გასვენება ხო ქრისტეს ის არის რომ ვინც აიღო ხელში და ანუ ეს იმათი გზაა ფემინური რაც თვითონ ეს დედამიწა არის ფემინური და აქ თუ გინდა რომ რაღაცა იგრძნო აუცილებლად ფემინურობა უნდა შემოვიდეს შენში რომ არა ბრახუნო მაგრამ ვიღაცა არის რომ აი ეგ მასკულინური მაგრამ ქრისტიანობას როგორ არის რა წარმოდგენილი რომ თითქოს ძალიან მასკულინი არის და ფემინური მას როგორ აი სიყვარული აი არის კაცობა აი ძალიან დამახინჯებული მანდაც როგორ იკვეთება. ხო, ნუ ანუ ქრისტე ისიც იყო რომელსაც მოანგრია, ანუ იმაში რომ აქ мама ჩემის კულტურაში როგორ არის რა, კულტურაში როგორ არის რა, ძალიან კაცი და კაცური და პირველი ზიარება კაცი და აი ხალის მიმართ რაღაცნაირი ის არის რა. თუ დღეს ეგეთი სახე აქვს რაღაც. ხო, ნუ ეხლა როგორი სახე აქვს ამას ფემინურობა ის აქვს, უხეში და ხისტია რა. ეხლა ვამბობ ოღონდ. ნუ არა და პირიქით. მაგის წესით. ნუ აი რაღაც ახლა მედიტაციის გზაც, სიყვარულის გზაც ძალიან მიმტევლობა, თავდაბლობა, უკან დახევა, წინ პირველი ვინც პირველი ეცადოს ბოლოს შევაო ხო, სადღაც, ნუ რავი, აი და ცხოვრებას უნდა დააკვირდე, როგორ ვითარდები და დაინახავ მაგას, რომ როგორ მუშაობს, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწაზე ვცხოვრობთ რა, ეს პლანეტა არის დედა, ქალია რა. დედა, კი ბატონო. და აი მასკულინური რო გახდა და პატრიარქატი რო არის, იმიტომ არის, რომ დედას ვტირობთ ამ პლანეტას რა, რაც, ნუ აი კოშმარია, იმიტომ არის ეს ფსიქოზები და ისტორია არც იოგა იქნებოდა საჭირო და არც რაღაც მედიტაცია იქნებოდა საჭირო. უბრალოდ ბუდას დროს თუ იყო საჭირო ეს მედიტაცია, ეხა როგორი საჭიროა, რა ვიცი, ანუ ბალანსი არის დარღვეული ზუსტად. ბალანსი არის დარღვეული, მატრიარქატი როცა იყო, მაშინაც ბალანსი იყო დარღვეული. და ეხა რევანში კაცების ეს და რაღაცა აი თითქოს მაგ ლიმიტზე ვართ, რომ ეს მესამე გზა უნდა გამოჩნდეს რა, სადაც ეს ორი ერთად არის რა. და ეხა ვარ შენი აზრით? აი ახლოს ვართ უბრალოდ ეს ახლოს ეხა ყალის ეპოქა ეს ყალის ეპოქა თუ სწორად მომფორმოს კალიუგა ეს არის ხო უმეცრების ეპოქა რა უმეცრების ეპოქა და თითქოს შენი აზრით იდეაში ეხა ეგრეა რომ ეგ ბოლოა და მე უბრუნდებით საწყის 60 დღის ადამიანის ლამაგი ეპოქას რა ქვია ხო აი რაღაც რაღაცა გავს რა იმიტომ ეს სპირიტუალური თელოსოფიაში წამოვიდა რაღაც ხო ეს რაღაც ტექნიკები ისენი თუ საკუთარ თავზე მუშაობა შეიძლება ვივარაუდოთ შენი აზრით რა ვიცი პროსტა იცი რა არის მე ვფიქრობ რომ ახლოს ვართ უბრალოდ ჩვენი ამ კონკრეტული ცხოვრების გადმოსახედიდან 50 წელში იქნება 5-ში თუ 300-ში, ну ძალიან ახლოა ესეც 300-იც და 3000-იც. წლებია დარჩენილი. მაგრამ აი ეგ შეგრძნება არ გაქვს, რომ აი რაღაცა თითქოს აი მოდის ხოლმე ხშირად რა, რომ იმდენად რაღაცეები ქაოტურია სამყაროში და უფრო მძაფრდება, რომ აი თითქოს ინიანის კანონი ხო ესე მუშაობს რა, ანუ იანი რო გადაივსება, ანუ ეხლა რო კედლებზე სიარული დაიწყო და კივილი და თელი ამბები რაღაცა იხმაურო
ბოლოს დაიღლები და ბოლომდე ინში გადაგაგდებს, ანუ ფემინურში და დარბილდები, ხო და თითქოს ეგ არის ეს ქაოსი, ეს სამყაროს კანონი, აი ამ რაღაც შენში ეგრეა ზუსტად არა? ხო, ინიანის კანონი ესეთი არა, ერთთან მომიხვალ მეორეში გადმოგაგდებს, ხო და ეხლა თითქოს ეს ქაოსი და ეს ამდენი ინფორმაცია, გადატვირთულობა თითქოს ეს ინფორმაციაც გაუფასურდა ეს ამდენი კარგი რჩევაც არ გინატრია სამყაროსგან, რაც ეხლა ხდება, ხო? ხო და ეს ყველაფერი მგონია რომ არის ის რომ უცებ რაღაცა ეგ მომენტი გადაირთვება რომ და ბევრში გადაირთო და აი მგონია რომ ეს გამოღვიძების პერიოდი იმიტომ რომ აი ეხა არაფერი არ მაინტერესებს რა აი fuck off რა და მაშინ იწყება ანუ ეგ არის შენ გურუს დაუკავშირდი ესე იგი რომ ეხა მე რაც მგონია კარგი ეხა დილით ავდგები წყალს დავლევ თუ არ დავლევ რა მოდი მე გადავწყვიტავ ეხა რა იმიტომ რომ რავი დაუსური ისინი ამბობს რომ დილით რო ადგები წყალი ეგრევე არ დალიო იმიტომ რომ ხო თირკმელებისთვის დატვირთვა არის აუერვე და ამბობს რომ რო ადგები თელიღამე რო გეძინა იქ ბევრი აორთქალ და ეგრევე დალიე მე ის რაღაც საერთო სხვა ვიღაც ამბობს რომ ვაფშე მარილიანი წყალი დალიეთო ვიღაცა ამბობს რომ რა ლიმნიანი დალიო მაგრამ მან კავშირი ჩემი მეგობარი მყავს საერთო წყალსახოს ლუცვამს მართლა რა ხო და პონტი ის არის ჩემთვის რომ რაც უფრო მეტად ხარ აქ და სხეულში და გამოცდილებაში ყველაფერზე იცის ამან და გეუბნება რაღაცნაირად. ხო და აი ეს ან მას ეგ ინდივიდუალური გზა, მაგრამ მასის გამოღვიძება არის ალბათ ეს რომ ყველაფერი ამოვიდეს და წატი შენი რა. ანუ რეალურად გამოღვიძება არის რომ აი ყველაფრის დედაც, ანუ ეგ არის რომ აი ხა მე ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი არის ჩემით ვიწყებ რა. ყველაფრის დედაც არ არის ნიჰილიზმი, უფრო არის რომ შიგნიდან ყურება არის რა. ეხლა ცოტა ნიჰილიზმში არ ვარ შენი აზრით სამყარო. რაღაცა ამ სპენების რაღაცებს და რაღაც უფრო ეთყოლის დედას თუ რაღაც იქნება იქნება და ეხა მივიღო ყველაფერი кайფისი ამოვნება დაკმაყოფილება. ნუ მასიურად ალბათ არის კი. მაგრამ თან უფრო მეტიც არის ის ეხა რაზეც ლაპარაკობ, ვიდრე ყოფილა. ხო, ანუ აი ეს ორად იყოფა რა, ანუ ეს პოლარულობაც ეგ არის, რომ ეს ბოლომდე რაღაც შუა არაფერში აღარ არსებობს, არც ბიზნესში არსებობს საშუალო რაღაცა ის. არც ფსიქიკა აღარ არის შუაში მყოფი, ანუ აქ ან შიზოიდურია რაღაც. აი ესე იყოფა რა, ანუ არიან იმაში პოლიტიკურად ისეთები ან ასეთები რა, და უკვე ადამიანი თუ რომელიმე საკუთვნებდა თავს, ეხა ხდება რომ ორივე რადიკალური ფორმა ყველაფერში. აი ეს რომ მაქსიმალურად მიაღწევს მერე დუში და გონგი ბომ. აი ხო და აი მგონია რომ ეგ მოხდება რა. აი მე ძალიან კაი პერსპექტივაა, მაგრამ ეგეთი განცდა დაახლოებით მეც მაქვს, რომ ჟან შეიკინგ მიდის ახლა რა სამყარო რაღაცნაირად რაღაცა ვართ ნუ ხო ეს 100 წელი იქნება 200 რაღაც, მაგრამ რაღაც ბოლო იმაში ვართ რა სულ რა. ძალიან შეიკინგ არის რა. ხო, ბევრი იქნება ნიჰილიზმიც და არიც და უბრალოდ ნელ-ნელა წამოიღებს მაგ ნიჰილიზმის გადაფასებასაც, ხო? ეხლა რაღაცა ეგზისტენციალისტ ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, რომ არაფერს აზრი აღარ აქვს და თავი უნდა მოვიკლა კამი, ყველა წიგნი წავიკითხე კამიუსი და აი ხა მოვედი. ის გეტყვის რომ ყოჩახ რა, ანუ ეხლა შეგიძლია იცხოვრო, ანუ აქამდე არ ცხოვრობდი რა. აქამდე ანუ არ შეგეძლო რომ გეცხოვრა და თუ ფიქრობ რომ ეხა არაფერს აზრი არ აქვს, ეხა იცხოვრე, ესე ყველაფერს აზრი აქვს. ის კი არა რომ აი რაღაც კონკრეტულს რო აჭერ, რომ ამას ჰქონდა აზრი და არ გაამართლა. მე აქეთ გამოიხედე ისა არ გაამართლა. ხო, მედიტაცია პრაქტიკა. ხო, რა, ანუ სულ რაღაც წერტილოვანი ხედვა ჰქონდა, რომ ეს ჰქონდა ცხოვრებაში ჩამომეშალა, ეხა ეს ჰქონდა ჩამომეშალა, ეხა ეს და სადღაც ეს ეგო ხდება რომ დარბილდეს და უბრალოდ ეს ხედვა გაშალოს რა ანუ ამაში გეხმარება მედიტაცია რომ ეს წერტილოვანი ხედვა მოხსნა რომ აღარაფერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამისთვის არის რომ მაგ კრიზისამდე მიხვიდე რა რომ აი ხო ეს არის ეგ რომ აი ყველაფერი ვცადე და არ და მოდი ხა ის შენინებით ვივლი და ის გიგზავნის მაგ სირბილეს რომ გაშლას რა ანუ რაღაც ხედვას გაშლილად არა და ნუ მედიტაციური პრაქტიკები დაცემა დგომის ამბავია რა. ხო რა მე რა მედიტაციასაც შევხები ვარ იქ პირველი რო არის წერტილოვანი ტიბეტურ ბუდიზმში რომელიც ყველაზე ძალიან დამეხმარა გონებასთან მუშაობაში პირველი საფეხური მედიტაციის რომელიც შეიძლება 1-2 წელი გაგრძელდეს არის კონკრეტულ რაღაცას უყურებს წერტილებს. რო შენი
ყურადღება და კონცენტრაცია გამახვილდეს რა, გაწურთნა, აილესოს ისე როგორც იოგა გეხმარება, ხო? ყურადღება, ხო? ნუ გზებია ესენი, გზებია. და მეორე საფეხურზე როცა ამაში ძალიან კარგად გაილესება ყურადღება, რომ შენ შეგიძლია რომ ნებისმიერ დროს როცა ფიქრი გაიქცევა, დააბრუნო და არა ისა 30 ფიქრი რომ დაშენდება მერე რო აბრუნებ. რა, პირველ მეორეზე რო შეგიძლია უკვე რომ მიხვდე და დააბრუნო. მალევე. ხო, არა ეს დუნ და სადღაც რო აღმოჩენო, ხა სადაა. ეგ რო შეგიძლია რომ დააბრუნდე, წავიდა დააბრუნდე, ფიქრებმა წაიღო ისევ დააბრუნო, შემდეგი შემოდის რომ უბრალოდ რას თქვი, გაშლილი ხედვა, ანუ ობიექტური ხედვა, მე მაგაზე მუშაობ. რომ უბრალოდ რო ხედავ, თქვენ რო ხედავთ, აქეთაც ხედავ, იქითაც ხედავ და მაგაზე იწყე მუშაობას, რომ ყველაფერს ხედავდე რა. და ეგ არის უკვე ის მომენტი, როცა პირობითად ფიქრის მიმართებაში რო გადმოთარგმნოთ, არის რომ ეს ფიქრი რო შემოვიდა, მობრძანდით, გაიარე, წაბრძანდით. ანუ შენ აღარ დაგაკარგვინებს აქ ყოფნის შეგრძნებას. ანუ რაღაცა რაც ამის უკან დგას, ნელ-ნელა ესე იგი ამოიწია ზემოთ რა. მე არ კიდე რაღაც საფეხურები, მაგრამ ეს მეორე საფეხური უკვე ძალიან კარგი არის, რომ აქამდე მოსულაც რომ ეს ვიპასანას ტექნიკას ყვებით, რომ დაახლოებით ტიბეტურ ბუდიზმში რაც ძალიან მომწონს არის რომ თვალებგახელილი მედიტაცია. აი შივო მაგას გვიყვებოდა, ხო? ძალიან კაი, ხო, ძალიან კაი ტექნიკაა, დაუნერგე ჩემი მაშიც რა ეს წამწარა. ბევრად პრაქტიკულია ყოფით ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურობა თვალებგახელილია და ეხა უფრო რაღაც მარტივია რომ გადმოიტანო და მე ძალიან უფრო დამეხმარა. თვალები დახუჭული რო გაქვს სხვა სიღრმეში მიდიხარ და სხვა რაღაცები ხდება, მაგრამ აი ეს რას შვება როგორ მუშაობს და რეები შეუძლია, აი როგორ რაღაცებს ჩითავს, იცი რომ სადღაც არის რომ დიდხანს რო უყურებ და ვერაფრით ვერა, მე ანუ ჩვეულებრივად რაღაცა ფსიქოდელიური ტრიპი გეწყება რა, რომ ტრიკებია კი. ტრიკებია და ხო და აი თვალები დახუჭული, ეგ ტრიკები ეგრე ვერ ვიმუშავებ. შეუძლია რომ ხელი კრას და გაგდოს. აი ჩვენ გონებას ესეთი რაღაცები შეუძლია რომ ანუ შენ ეხა რაღაცა გამოცდილება მიიღე თუ რაღაცა აი ყველაფერი აბსურდია რა, თავის ამ ტრიპებიან. კი, ტრიპებიც ის. ხო, ის ფსიქოდელიური გამოცდილებების რეალურად კიდე ტიბეტურ ბუდიზმში მაგას ეძახიან ნიამებს, ანუ მედიტაციასთან ახლოს მდგომი გამოცდილება, ანუ შეიძლება ვიღაცას ძალიან უნდოდეს ეგ რა. ხო, ეგ არ არის მნიშვნელოვანი რა, ეგ არის, მაგრამ არა, გზად არის რა ეგენი რა, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი. და ჩემ თავს დამიჭერია ძალიან ეგ რა, ჩემ იმაში რომ თქვათ ეგ თეორიულად ხო იცი ეგ რო ეგრეა რა, ეგ არის თუ რაღაც რა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო და იმდენად ასწორებდა ჩემი იმ მდგომარეობიდან, სადაც გამოვცადე რა, მაშინ ჩემთვის ეგ იყო რომ ჯდები მეორედ რა, სამედიტაციოდ რა, მაინც ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებ რა ტექნიკას, რომ ის გამოცადო რა. ეგ არის ზუსტად ტრიკი და წინააღმდეგობა რა და მე მაგასაც აცნობიერებ და ხო ხვდები რომ ეგ არის რა და სულ გზაა რა. ხო, ესეთი პრაქტიკები თუ მოგწონს, ძალიან კაია თუ ყავს მასწავლებელი ჩემი აზრით რა. ეხლა ძალიან ესეც იმისი ამ რაღაც განვითარების პრაქტიკების არის იყოს, არის ხოლმე რა მასწავლებელი და შენი თავი და ბოდიში რა, ეხლა შენი აი ესეთ მარტივ მედიტაციას რომელიც არის უბრალოდ იყო და წინ იყურო და მედიტაციაც არ დაარქვა, უბრალოდ დაჯექი და ესე იყავი რა. მე გარჩევები მასწავლებელთან რომ მიდიოდა ხოლმე, ისეთი რაღაცებს ამბობდნენ და ისეთი რაღაც შემოდიოდა, აი აქ შეიძლება რომ აი ამან ესე მოგატყუოს. ხო რა, ნუ სწრაფად მიდიხარ, მაგრამ ვიღაც შეიძლება ძალიან იჭერია და არ ჭირდებოდეს, მაგრამ არ ვიცი, ხო. კაია, მოკლედ რომ არა, ხო, მესმე, გაზიარებებია კაი რა. გაზიარებებია კარგი, კომუნა ძალიან კარგია მაგისთვის და გაზიარებები ძალიან ის არის და მნიშვნელოვანი არის თანადგომა, რაც კომუნას შეუძლია ეს კომუნის. ეგ ხო ჩვენ ევოლუციური ის არის, მოთხოვნილება, ტრაიბალ ტიპები ვართ რა და მან ყველაზე ისედაც ნერვული სისტემა დაცულად მან რომ ყველას გვაქვს ეს პრობლემები და ყველა ერთნაირ რაღაცაში ვართ. ხო, აი როგორ ჩვენ ახლა დაწყებამდე ვისაუბრეთ რა არის საერთო რაღაც გამოწვევები, რაღაცები საერთო გვაქვს ჩვენ სად ვართ ახლა როგორ ხედავთ ამ სფეროს მთლიანად, ხო? ისე არის რომ ამ პრაქტიკებს რო აკეთებ, ბევრი რაღაც შემოდის სხვადასხვა ეტაპზე და გაზიარება გჭირდება რა, როგორც ბუდიზმში სანგა არის, ხო? რო ისე ხო ეგ მეც რაღაცა ხო, იმიტომ რომ რაღაცა შემოყავს ცხოვრებაში, რაც არის რომ რაღაცაც უნდა დათმო. თავარი პრობლემა ამ ამბავში, ჩვენ ამბავში არის ის, რომ ხშირად ატომაც ადამიანი კიდე შემდეგ ნაბიჯებს
არ დგამს არის რომ რაღაცას ვერ თმობს რა ანუ ეხლა შენ ისე გინდა გულაობა როგორც ის რა ვერ ეშვები რომ ეს რაღაცა სიტყვაზე ეგ არის ყველაზე ხშირი რა ხო ეს ჩემი მაგალითი ვთქვი რა ანუ რაღაცები იცვლება შეიძლება რაღაც ხო მაგრამ ეგ მიმართებაშიც იქინა შეიძლება რაღაცა ისიც წამოვიდეს იყოს რომ ბულინგ ხო და მთელი ამბებია და სამნაირ კატეგორიად დავუყოფთ მანდ რა მეგობრებს და იმას რა პრაქტიკაში როცა ხარ ბოდიში რა შეგაწყვეტნე ერთია ის რომ ჩასაფრებულები მეორე ცოტა ისეთი ეჭვის თვალით რო გიყურობენ და მესამე ტიპები ვისაც იზიდავ რა რაღაცნაირად რა და ეგ სამი ტაიპია ადამიანებს შენს ირგვლივ რაღაცებს აკეთებ რა და ის შესაი რამეს ხوار მაზავს ეხარა და ესეც ის არის თუ რაღაცებს ეხა ეს ბულშიტობს იტყუება რა რეალურად ნამდვილი და კარგი მეგობარი ის არის ვინც გეუბნება რომ გინდა გამოცდილება მიიღე გამოცდილებისთვის აკეთებ იმისთვის შეიძლება აბსურდი კი არა არ შეიძლება გზა არის მაგრამ მაინც რო გიშვებს რომ ანუ პირიქით გასაფორთებს რომ გაიგებ ანუ რამდენხანს დარჩები ხა რაღაცაში გინდა კისერი მოიტეხო მოიტეხე რომ შენი გამოცდილება მიიღო და რომ კასტრირებული არ დარჩე რა ანუ რავი ხა თან რავი ბევრი ჩვენი მშობელი და აღზრდა ისეთი იყო რომ ეხლა რაღაცა არ გაუფლიანდე და რაღაციდან მოვდივართ რომ ესეში ჩადიხარ არ გაუფლიანდე არის ის მაკედან მოვდივართ და ჩვენ თავებს რო უყურებდით ხოლმე თუნდაც ფესტივალზე რომ მივდიოდით რაღაცა 2 წვეთი რო ჩამოვარდებოდა ეგრევე გარბოდით ხოლმე და რაღაც ერთ გარბენაზე უცებ ყველა ერთად გავჩერდი არავინ არ დაძურულა ეხლა აი რა ვიცი ხო და უცებ რო აი ძალიან სიცილი რო აგიტყდება რა ეხაც ეს ფესტივალს როზე რაღაც გრუხუნი დაიწყო რაღაც ის იყო და ეს გრუბელი საერთოდ სხვაგან წავიდა და უცებ ეს ხალხი აი წვიმა და თბილისის ზღვიდან რომ სადღაც თემქაზე თუ გვეშინია წვიმის ესე რა ხო და ეგენ ეს ყველაფერი ხო კოდებია რა და საბოლოო ჯამში ეგ არის რომ ადამიანებს მიუცეთ უფლება რომ თავის გზა გაიარონ რავი მე მგონია რომ რაღაცები გადავაჭარბე იმ ისე შემოვედი ამ პრაქტიკებში როგორც გულაობდი და არ იყო საჭირო რომ რაღაცა 6-7 საათი მეკეთებინა მე ისა იოგა მაგრამ ეხა ხო აღარ გავაკეთებ მაგრამ შენს იოგით რა ეგ ეტაპი ხო რა ნუ რავი მაგრამ ხელა გამოსtildeება რა ისეთი გამოსtildeებები მივიღე რომ ეხა აღარ არის საჭირო кайფი აღარ არის საჭირო ხო, არა, არც მაგდენი პრაქტიკა არ არის საჭირო რომ სხეულში შემოხვიდე მაგისტვის პირობითად. ეგრეა. საბოლოოდ აი მაგას ვამბობდი წერანაც, რომ საბოლოოდ ბოლოს იმისთვის არის ყველა პრაქტიკა, რომ ბოლოს ეგ გაუშვა ყველა პრაქტიკა რა, რაღაცნაირად. ხო, ანუ გინდა საჭიროა, რავი, ხო, აკეთე 5 საათი, სადღაც მიხვდები, რომ შენი მე უფრო სტატიკური ხდება ეს მდგომარეობა, ეს ახლური მდგომარეობა, რასაც ვეძახით რა. მაგრამ ეგ დამოკიდებულების პერიოდი მაინც გჭირდებოდა და ეს თავიდან ეგრეა ხო, ეტაპია რაღაც. ხო, ნუ და ეს დამოკიდებულებაც რაღაცნაირი აღსაქმელია, რეალურად ყველაფერი გვეხმარება რა. ეხლა სადღაც იუნგს ქონდა ეგ რომ ანუ ყველაზე მარტივად, ანუ ნარკომანობა ისეთია რა, ძალიან ბუნებრივია ეგ მაგ პირველად მდგომარეობაში გინდოდეს რა, სადაც ხარ დაერთებული სამყაროსთან რა. ხო და ეს ძალიან ბუნებრივი არის. მე ჩემი ნარკომანი მეგობრები ბევრად ყოველთვის მერჩივნა ვიღაცა ვინც სულ მუშაობდა, მაგრამ ისინი მუშაობის ნარკომანები იყვნენ, მაგრამ ეგ რაღაც ის იყო რომ რაღაცა გიჟობა მაინც წამოგხსდება, იქ რაღაც ის არის, მაინც დიდი საფრთხეა იმის რომ შენი თავი კარგად შეფუთო. როცა მაგალითად ბევრ სიგიჟეში ხარ, რაღაცა აი სიცოცხლე ამოგიხდეს უფრო და ესეთი ადამიანები მიყვარდა და პრინციპში ხა ჩემშიც რაც შეიცვალა, მგონია რომ просто ჩუმი გიჟი ვარ, თორე ანუ რაღაცები აი სტრიფებიდან გადმოვიდა აქეთ რაღაცები აქ ხედვა და აი თუნდაც აი ეს გამოს აი ეს წეღანას ამბობდი რა სიახლეები პრაქტიკებში სიახლეები ხო ის რაღაცას რო გასინჯო თქვა მომს მაგარი ტრიპი აქ და რაღაც მე ეგ ტიპი ვიყავი რა რაღაც აი მევასებოდა ახალი რაღაცებს გასინჯვა ახაც გავასება ხოლმე გასინჯვა რაღაცების და მე ამის პრაქტიკა გაიცი რა და აი თითქოს მაშინაც თუ აქეთ მოვდიოდი ხო მეტი ის არ მქონდა რა მე იყო მაგას მიმიწვდებოდა ხელი არც ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე რომ სხვანაირად შეიძლება და ვთქვათ ამ ესე წასვლა და იყო რაღაცები რა ფსიქოდელიკები რაღაცები რითიც ვთქვათ
მივდიოდი, მაგრამ მეტი რომ ცოდოდა, მაშინ მე ალბათ იმასაც ვიზავდი, ზუსტად მანდ ვიყავი. ვერ თითქოს აქეთ გადმოვიდა, აი ეს რაღაც რა, ეს კვლევაც და რაღაც აი ამ პრაქტიკებით მოძრაობა და მე ამის გადმოტანა და ეს თითქოს რაღაცები აქეთ გადმოვიდა რა. და ხო, ან დროთა განმავლობაში ეს ენერგეტიკული გახსნილობა რო იმატებს, თვითონ ყოფიერება ხდება თავის თავში თრიფი, ანუ ძალიან ფსიქოდელიური რა. ეგრეა. აი კანით გრძნობ ყველაფერს რა, ნელ-ნელა და რავი, მიკროდონეზე. ხო, და რავი, აი ყოველ ადამიანთან შეხების დროს ამ გახსნილობაზე არის რომ რაღაც სხვა სამყაროს ეხები და ანუ ამით იწყებ, ანუ წვრილმანებით кайფს იწყებ რა. кайფი და кайფი, ხო, რა. ხო, აი ის და ეგ ძალიან ისეთია რა, აი ბოდლერს აქვს რაღაც ლექსი, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა. რომ აი ნეგატიურად ხო აღიქმება რაღაცები, რაღაცა ბრაზი მაგალითად, ნარკომანობა ის ანუ просто კონტექსტი არის ეგრეთ მინიჭებული იარლი რა, ბოდლერს აქვს რაღაც ლექსი, რომ ანუ დათვერი რა, ანუ თუ ცხოვრობით თრობა არ შეგიძლია დალიე რა. აუ ბოდიში ხარ რა, ბოდლერი და galaktioni თუ ლოთი იყო, ეხა მაგაცე მეტს ხედავთ და უფრო მაგრები ვართ, არა მგონია რაღაც რა. ხო და ეს თხრობა რაღაცა ძალიან პირველადი რაღაც არის რა. უბრალოდ ხვდები რომ მე უფრო ჯანსაღზე გადახვიდე და მე სადღაც საერთოდ აღარ გჭირდება, იმიტომ რომ აწმყო ხდება ეგეთი რა. ანუ მე არ ვთვლი რომ ეხა რაღაც მომენტები რომ აქვს ხოლმე რომ ეს აწმყოს თავის არსში ამ რაღაცა სამყაროს თავის იმაში რომ აი ცახცახებს ნეტარებით ეგეთი შეგრძნებები მაქვს ხოლმე ბუნებაში ხშირად ნატურალური რა. ბუნებაში რო გავდივართ უკვე ისე რაღაც ისე უხარია თვითონ ხეულს რომ აი თვითონ ირთვება ეს რაღაცა სიცოცხლე და სიყვარულის რაღაცნაირი ნეტარება და რა ქალაქში რო ვარ და ბოლომდე შიშველი ვარ აი ბუტოს აქვს ეგეთი იაპონური ცეკვის თეატრი აი საოცარი სავარჯიშოები აქვს აი როგორ რეზონირებს სამყარო ქუჩაში დადიხარ და აი როგორ რეზონირებს აი ჯავშანი რომ მოიხსნა როგორ ხარ და აი ბუტო თქვი ხო ბუტო აი ძალიან საინტერესო და აი სრული კოშმარი აი სხეულისთვის არის როგორი აგონია იცი აქ ქალაქში ცხოვრება რომ ბოლომდე რო ხსნი ამას რომ აი რაღაც პრაქტიკას აკეთებ 1-2 საათი შეიძლება 3 საათი მაგრამ მე გამოდიხარ მაგიდან თორე შეიძლება გაგიჟდე რა ისევე არის სხეულისთვის როცა ბუნებაში გადიხარ პირიქით იხსნება რა და აი ფორმულად შეგვიძლია წარმოვადგინოთ რომ ფორმულა ადამიანს როგორ დაუბრუნოთ საკუთარ თავში რაღაც შენი აზრით არის ამ ეგეთი ფორმულა მედი შენ საიდუმლოები გაგვანდე რამე აი ან ყველაზე მუშა რაღაც რაც შეიძლება იყოს რომ თერაპიულად ვამბობ რა ხო აი გზა აი ისევ შენი თავი რომ შენ თავს რო ჩააკითხო რა იქ გზის გავლის გარეშე და აი მიადგე რა სადაც რაღაც ისენი იყავი სიბნელეში ან ფორმულა ხო ალბათ მგონია რომ არ არის რაღაცები ძალიან ასაკობრივია ხოლმე აი ბევრს რასაც უყურებ აი ერთი ამბობდა რომელიც გერმანიაში თერაპიაებში არის რომ იქ რაღაც 40 წლიდან ინტერესდებიანო რა ესეთი რაღაცეების რა თერაპიებით ნება და ჩვენთან რაღაც უფრო ადრე და ასაკმა იკლო რა სადღაც არის ხოლმე 26-27 წლის ასაკში იწყება ხოლმე რაღაცნაირად შემოტრიალება და აი მაგის რომ ესე რო ვარ მოწყობილი რატო ვარ ზოგს უფრო რაღაც მაგრამ მაინც აი ეს ბევრი არის ხოლმე 27 წლის ასაკში მაინამდე ცოტა გამისძიებებიც გეზარება ეხა რომ რაზე რა ტრამვები იყო რა ტკივილები იყო როგორ ხედავს არც ისი რომ მნიშვნელოვანია გონია რომ გავლილია თითქოს არა ეგ რაღაც და გონია რომ მარტივად აღიქვა რა არ ვიცი პატარა რო ხარ შედარებით უფრო ასე მარტივად გარბი ხარ შეიძლება გაწუხებდეს და ხო რაღაცნაირად ხო ნუ მაგ დროს შემოდის მე ეს რაღაცნაირი ურთიერთობა რამდენიმე ну პატარა რა სადაც 21 ეგრე ასაკის ადამიანთან მქონდა რაღაც კომუნიკაციები და ძალიან ის გამიკვირდა რომ რაღაცები აინტერესებდა თავის თავში რაღაც ქექვა ქონდა დაწეული მეთქი ძალიან ადრე ხო არ არის მაგრამ დავაი
ეგ არის ხო, ასაკმა დაიწია რა. ასაკმა დაიწია რეალურად. ბევრმა იცის რა ჭირს თუ რაღაც. მაგრამ რა უქნან ეგ არიციან მე მაგასთან. ხო. რა უნდა უქნან ხალხმა. შენი პერსპექტივით, ხო, აი, უფრო მაინც აი ისე მინდა რომ სწორად კაფე რო გახდეს ჩემი შეკითხვა რა. სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაღაც. ტანში ხდება ყველაფერი, ხო? არსად ეს ინფორმაცია არის დაგროვებული ტანში, კუნთებში, რეზისტენსებში, ხო, წინააღმდეგობებში. და არის ბევრნაირი პრაქტიკა, თუნდაც არის ცხოველური რაღაცებს, რომ ამბობ ცეკვები, ისე ეს და შენ ეხლა play fights აპრაქტიკებ რა. მოვედი რაღაცნაირად ამ შეკითხვამდე. ხო, აი, საინტერესოა რა მაგაზე, რომ რამდენად როგორ მუშაობს რა, რა მნიშვნელობა აქვს. ნუ აი, თუ ამ მედიტაციურ თერაპიული პრაქტიკებიდან შევხედავთ, ნუ ყველას თავის სათქმელი აქვს რა. play fight, ანუ ქართულად თარგმნით ცნობიერი თამაშები. არის რომ ძალიან ბევრი შეხებაა რა, რაღაცებს თამაშობ, რაღაც ჭიდაობის ელემენტები არის და დაინახო როგორ ხარ თამაში, როგორ ხარ ბრძოლაში, მიზანზე ხარ უფრო ორიენტირებული თუ პროცესით кайფობ, რომ შენი მოდელი დაინახო რა, ანუ მოდელების დანახვა რა. და არის კიდე ამ თანამედროვე პრაქტიკებში მაგალითად ისეთი რაღაც რაც შეიძლება ადრე არ ჭირდებოდათ ადამიანებს და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი ჩვენთვის არის რომ აი რაღაც ძალიან დიდი უნდა გაიარო და დიდ რაღაცნაირ თერაპიულ პრაქტიკაზე უნდა მოხვდე რომ რაღაც სინამდვილეში არის რომ ეს ყველაფერი მაგალითად ეს ცენტრიდან გასვლები თუ გაყუნვები თუ ტრამვები რაც მოხდა ადამიანთან მიმართებაში რა და ისევ ადამიანთან კავშირში შეიძლება რომ ეს უკან დაბრუნდეს რა და ის რომ შეხება და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის რა რომ შეხებით ძალიან ბევრი რაღაც ხდება რა ინფორმაციები იცვლება და ისევ აღდგენა და ნდობა ადამიანებს შორის ძალიან სხეულებრივ ჩვენმა დისტანციამ ერთმანეთთან ძალიან დაგვიკარგა ნდობა რა რავი, მახსოვს რომ ვიღაცები შემოსულა ლუმოში ხარ და ვიღაცა ბევრი რომ უცებ რაღაცა ჯგუფი მოვიდა და ნახულობთ ერთმანეთს და ვეხუტებით და ვკოცნით იყო ხოლმე რომ რაღაც სექტა, ანუ მაგას შიში რა. შიში კი. ხო და ძალიან ბუნებრივია. ეს გაუცხოება და არის მთელ სოფლიოში რაც აეკრანებმა გამოიწვია რაღაც და გაჩნდა ესეთი პრაქტიკა. რაც ადრე არ იყო საჭირო. რაც ადრე შეიძლება ბუნებაში რო ცხოვრობდე, საჭირო არ იყო რა. თუ სტიქიებთან კარგად ხარ, შეიძლება ბუნებაში ეგრე არ მოგინდეს იოგას ვარჯიში რა. ანუ სტიქიებთან შეიძლება რაღაც უფრო განსხეულებული იყო და შენი ფიქრი მაგამდე არ მივიდეს და აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაღაცის კეთება რა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაღაცა განვითარების პრაქტიკის კეთება კი არა მოძრაობა რა, ანუ რაღაცა დასკვნებიც, კვლევებიც არის, რომ კვირაში 3 ჯერაც არ არის უკვე ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. რავი, აი, რომ რაღაც პრაქტიკა აკეთო, ანუ ყოველდღიურობა საჭირო რა, იმიტომ რომ თუნდაც აი მაგ სხეულში დაბრუნება ნიშნავს, რომ დაუბრუნდე რაღაცას საკუთარ საყრდენს, საკუთარ ემოციებს და თუ მენტალური პროცესი ძალიან დიდია, იქ ვეღარ ბრუნდები რა, ანუ ის ითიშება, იმიტომ რომ ჩვენი გრძნობები ძალიან ნელა მოძრაობს და ეს ფიქრი ძალიან სწრაფია, ხო. და გონია რომ ხარ და ცხოვრებას ცხოვრობ, შენ ცხოვრებას და რეალურად გამოსული ხარ და ის საწვავი, რომელიც თუნდაც ემოციების სახით არის, შენთვის არის რაღაცების საშიში და ისე საშიში რომ მას აღარც ხედავ რა, ანუ ის რაც საწვავი უნდა იყოს რომ შენ ცხოვრებაში გამოგიყვანოს და რეალიზდე, სინამდვილეში შენი ტანჯვა გახდა რა და ეს ტანჯული რაღაც ჩაპრესილი ემოციები ამ ფსიქიკას აწვება. ანუ ჩემი აღქმა თვითონ ფსიქოლოგიის თუ ადამიანური მოწყობის საკუთარ თავზე დაკვირვებით არის ძალიან მარტივი რა. არსებობს ცნობიერება, რომელიც რაღაცა ესეთი პატარა არის და ეს დიდი ქვეცნობიერი, რომელსაც ამას აწვებას და ერთადერთი რაც უნდა არის, რომ გამოვიდეს რა. და აი ესენი ფორმულა რა არისო, რომ ამბობდი, ანუ არის, რომ შენ რაღაცნაირად შენ თავთან პირველ ეტაპზე რაღაცა ზავი დადო, რომ ეს რაღაც რო უკან აწვება, შენ აქედან კი არ მიაწვე, რომ არა მე ხა ესეთი ვარ, ჩემი პერსონა ესეთია, რაღაცა საზოგადოება ესე მიგიცნობს და მე თუ შევიცვლები პირობითად აღარ ვეყვარები ვიღაცას რა, ანუ ეხლა ყოველდღე თუ რაღაცა
კონტენტ კრეატორი თუ ხარ და დებ რაღაცა შეიძლება ის პერიოდი დაგიდგეს, რომ უბრალოდ აღარ გინდოდეს, მაგრამ გეფიქრებოდეს, რომ ხა ხალხი რო აღარ დავდო დამივიწყებს და აი აწვევი რაღაცა სიტყვაზე, რომ ხალხი ესე და გაუშვი, ხო? ხო, ანუ რაღაცა ის ხასიათები რაც გვაქვს, რაღაცა ისეთია და აი რაღაცა მირო ესეთია, აი რაღაცა ემოციურია თუ რაღაცა ისეთია და ნუ ესეთი ხარ. რაღაც ერთ დღეს რო არ უნდა უღალატო თითქოს მაგას, ხო? და ეს არის პრინციპში რაზეც დგას, ხო, ეს ეგო თუ რა ვიცი, ანუ პერსონა რაზეც არის და პერსონადან რო გადახვიდე ინდივიდუალურობაზე, ანუ ინდივიდი რო გახდე, რასაც ყველა გავდივართ მეტნაკლებად, ხო? რაღაცები უნდა მოკვდეს შენში რა. ხო და ეხა ეს მოკვდომა ტრაგიკულია თუ ამით იხალისებ ეს არის რა, ანუ ეს ბრაზი, რომელსაც ვერ გამოხატავ და ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცეცხლია თუ ვერ ხარ, შეიძლება სივრცეები ნახო, როგორიც ეს სივრცეა თუ სხვა სივრცეა, სადაც თერაპიულად, ანუ ისეთ გარემოში დაიწყებ ამის გამოხატვა, სადაც არავინ არ განგსჯის, ხო? და ეს სივრცეები იმიტომ არსებობს, რომ საჭირო არის, რომ უკან დაბრუნება ისწავლო შენ ბუნებასთან, მედიტაციით იქნება თუ თერაპიასთან. თერაპიასთან. ნუ ყველას თავის გზა აქვს, ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ყველაზე ახლოს რაც გვაქვს არის ეს სხეული. ჩემთვის ეს აღმოჩნდა რა, სხეული, იმიტომ რომ სხვა არის რამე? არ ვიცი, აი ვიღაცა ჯნანები ხო არიან, ეგრე ჯანანი, მენტალური იმით შეუძლიათ რომ ემპირიულ გამოცდილებად უფრო აქციონ რა, თუნდაც ცოდნის გზა ხო, აი არის ის ცოდნები სხეულში არიან, მაგრამ აი ნუ იმას ხვდებიან რომ ეს თავში არ იყო ალბათ რაღაცა ხო თავის ის არის ხო გაცნობიერებები ჩვენთანაც არიან რაღაცნაირად ადამიანები ვინც ცოდნით აწვევიან რაღაცებს ხო ხო რავი ყველა რაღაცა გზები არსებობს და შენ რომელსაც ის მაგრამ ნუ სხეულს ვერსად ვერ წაუხვალ რა და ვერ საბოლოოდ მაინც სხეულია რა ყველაფერი ის ცოდნა სხეულშია და ანუ სხეული არის ის რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეცნობიერთან და ქვეცნობიერს ხელს პირდაპირ ვერ შედიხარ და ვერ გებულობ რა ხდება რა არც სიტყვების არ ესმის რაც არ უნდა ეხა ის არის პროგრამირება აკეთო ვერბალური იმას არ ესმის რა ნუ რაღაც იმებში ტრადიციებში არის ხო ისენი სუნთქვა როცა მოძრაობა სუნთქვა წარმოსახვა ერთიანდება იქ რაღაც შეგიძლია რომ შეხვიდე რაღაცებით შედიხარ ვერბალურად ვერ შედიხარ რა ფიქრით ხო ხო ანუ აი რაღაცები რო აჯერო შენ თავს მაგებით ქვეცნობიერს ვერ გამოიყვანა ნუ სამაგერას მასე ფიქრი და სხეული ზუსტად გაჩვენებს რომ ესე რო ხარ ესე იგი ბავშვობაში რაღაც საყრდენი არ ქონდა რაღაც დაცვა არ ქონდა ხო ანუ ფსიქოსომატიკა ანუ ამებით ინტერესდები და მე გახსნას აი ზუსტად მაგას ხსნები რავი ხო ხო მაგ აი ჩემთვის ეს ფორმულას ალბათ მაგას გულისხმობდი და კითხვაშიც მაგას გულისხმობდი რომ ალბათ ეგ არის რომ გავხსნათ სხეული რა და იმ ტექნიკით თუ ამ ტექნიკით იმ თერაპიით თუ ამ თერაპიით ცეკვით თუ იმით ხო ფორმულა არის ეგ რომ გაიაროს და ანუ ისევ არაწინააღმდეგობრიობაზე მივდივარ რა არ იყოს შენი სხეული დაძაბული რა გაია ანუ ეგ წარსული გამოცდილებები ხო სულ სხეულშია შენახული რა ქვეცნობიერიც და რაღაც ტრავმებიც რა რაღაცები ტრიგერდება და მე არის ეს რაღაც დაძაბული ფორმულა არის ეგ ალბათ რა ჩემთვის რომ გავხსნათ სხეული გაუშვოთ ენერგია ტანში ისე რომ იაროს იდინოს დენადი იყოს და სულს მასში ყოფნა უხაროდეს რა უკვე თავისთავად სიხარულე აი ეს თუ აღარ არის რა უკვე ეს არის თავისუფალი მდგომარეობა რა შებოჭილობა არის რაღაც სხეულთან მუშაობა არის რომ ილუზიებში ნაკლებად გადაგაგდებს რა ანუ აი რაღაცა არის სხეულიდან შეიძლება გახვიდე და სხეულის დარბილდეს და გეგონოს რომ მაგრა ვარ რა ან ჩახვიდე დაისვენო კარგად და თქვა რომ всё კარგად ვარ არა შენ ცხოვრებაში ყოველდღიურობაში რომ ბრუნდები ხვდები რომ არა რაღაცა ისევ იჭიმება ხო მე წრეზე მიდიხარ მე ისევ დასასვენებლად მიდიხარ მე აქ ჩამოდიხარ ისევ ცუდია მე ისევ ცხოვრობ რომ ნახევარზე ხა ზამთარში ინდოეთში წავალ ზაფხულში მე ხა ჩემი გორთან გავერთობი და აი ამ მოჯადოებულ წრეზე დადიხარ რა და მაგის ხო ალბათ ფორმულა ეგ არის შენი რუკა ეგ რა აი მაგ ფორმულა ეგ არის რომ აი ამას თუ აკეთებ რომ შენ ყოველდღიურობაში დაჭემული ხარ და სადღაც რომ მიდიხარ დასვენებული, ანუ რაღაც ეს არ მუშაობს და თავიდან ყველა მაგას ვაკეთებთ ალბათ მეტნაკლებად. გამაყურებელს ვეძახე მაგას რა, გაქცევის.
და აი ეგ რო აღარ მუშაობს და მაგით რო დაიღლები, მე იწყება რაღაც სხვა და მე მგონი ფორმულამდე მივედით. ხო, საბოლოოდ ვიპოვოთ ეგ, რომ რა არის ის, რაც ესე გვატარებს აქეთ-იქით და მე რაც არ ყოფდეს. ნუ ტანჯვაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ისა ტკივილი ერთ-ერთი მაგის. ხო, აი ტკივილამდე რო ძალიან ბოლოს რო დაიცემი, რაღაცნაირად აღდგომის პონტის რა იქნება ხო ამოდიხარ და. ხო. არა რეზისტენტულობას და სხეულზე ორიენტირებული თერაპიები და პრაქტიკები და იოგაც მათ შორის მაგას მოიცავს. მედიტაციური პრაქტიკებიც მაგას მოიცავს თუ სწორად აკეთებ ხო რაღაცნაირად აი თუნდაც ბადისკანი მაინდფულნესი პირდაპირ დაძაბულობასთან რომ იყო ხო სხეულში იპოვო დაძაბულობა და გაუშვა ეგ დაძაბულობა რაღაც არ ვიცი მან წამოვიდეს ბევრი მემორი ინფორმაცია ბავშვობა ისე ეს რა ხო რა შვება რა დანებება თუ არ ვიცი როგორ იქნება სწორი სიტყვა ხო, ყველა თავისით, ყველა რაღაცა ცენტრში უნდა მისულა რა და სხვადასხვა გზები არის შესulis. აი რაღაც მაგის რუკები შეიძლება რაღაც მიბრძოლის გზით გინდოდა ეს რომ შეხვიდე დღეს მაგალითად. ხვალ შეგიძლია რომ გინდოდეს რაღაცა იმით მასხარათი შეხვიდე იმ ცენტრში, იმაში განულებაში. შეიძლება გინდოდეს რაღაცა თავდაბლობით და რაღაც აი მოწყვლადობით შეხვიდე მაკედანაც შეხვალა რა ვიღაც ადამიანები სხვადასხვა შესულები აქვს რა ყოველდღიურადაც და შეიძლება ცხოვრებაშიც გმირის ვიღაცა მებრძოლი ირჩევს რომ სულხომლით შევიდეს შუაში თუ რაღაც მისი გზა არის ბრძოლის გზა ვიღაცისთვის დანებება ყოველდღიურად პატარ-პატარა დანებებებით არის ხო ანუ ვის როგორ უნდა და ვის შინაგანი ენერგია როგორი აქვს წინა ცხოვრებებში რა გაიარა თუ თელი ამბები აი როგორი ტიპაჟია რა მაკედან რა კი მაგრამ ყველას უნდა რომ გაიხსნა საბოლოო ჯამში რა ყველა მაგას ვეძებთ საბოლოოდ გინ ნარკოტიკებითაც გინ სასმლითაც საბოლოოდ მაგას არ ვეძებთ ხო და ყოველთვის აი რა ძალიან მეხმარება ხოლმე და აი რაღაც ადრე რაღაც პერიოდი რო ეს ლაპარაკი რო ძალიან მიჭირდა დავიწყე ვიდეოების ჩაწერა რა რაღაც მაგპერჩამ ინსტაგრამზე პროსტა რა დილით ვდგებოდი და რაღაცას ვწერდი რაც მოდიოდა ხო და ეხა წამომივიდა კიდე რომ ჩავწერო და რისი ჩაწერა მინდა იცი რომ რასაც ხედავ და ჩვენ თავს რაც ხდება არის რომ ძალიან ბევრი რა ინფორმაცია შემოდის და ბევრ რაღაცაში ვართ ძალიან დაიკლო ეხა ლუმოში რასაც უყურებ დისციპლინამაც რომ იმან ვიღაცა რომ 3 წელი დადიოდა ეხა ნუ დავიდა ძალიან დაბალზე რა რომ შეუძლიათ რომ აი dedicated ანუ თავი ჩადო რა ძალიან ჩემ თავსაც ხო უყურებ ეხა თუ უფრო სქელწიგნებს ვკითხულობდი უფრო დათხელდა ანუ საერთოდ არ ვკითხულობ თუ კატასტროფა რაღაც ანუ აღარ შეგვიძლია გრძელვადიანია თვითონ რაღაც ტვინის ის ფუნქცია სადაც ეგ იყო ძალიან ჩამოვიდა ქვემოთ და ამ სკროლვა ვიდეოების 15 წამიანში უნდა იყოს ყველაფერი. ხო, აი მაგან ძალიან გაგვაფუჭა ჩემი აზრით, მე ამას ძალიან ტრაგიკულად ვთქვი. აი იმას სწრაფი ინფორმაციის მოძიებამაც, ხო, რისერჩებს აღარ აკეთებ და წკაფ. აი თითქოს აი ყველაფერი გინდა რომ სწრაფად მიიღო, ბევრი ინფორმაციას იღებ და საბოლოო ჯამში ანუ ეს პრაქტიკებს რო ვაკეთებთ ხო ვიცით კარგად რომ რაღაცა ციკლები არსებობს რა რაღაცას გაიგებ 3 დღეში რაღაცას მე 21 დღეში რაღაცა იხსნება მე 3 თვეში თუ ამაში დარჩები რაღაცას გაგიხსნის მე რაღაცა ციკლები არსებობს 3 წელი 7 წელი 9 წელი ანუ არსებობს ესენი რეალურად შეიძლება ვიღაცის 4 იყოს მაგრამ ნუ აი რაღაცა ესენი არის რა ხო და რასაც უყურებ თავარი და ისე მშვიდად ვერ აღვიქვა სამწუხაროდ არ ვიცი მაგრამ ახლა მშვიდად ვერ აღვიქვა ეს მგონია რომ მეც ჩემ თავში შეუცვლი არის რომ აი ამ უნარს კარგავთ განვითარების რა და ამ ვიდეოების ჩაწერაც რატო ვთქვი მინდა დავიწყო რომ აი მაგალითად ერთი თვე რომ ყოველ დღე ჩავწერო ვიდეო სადაც ვამბობ რომ აი მოდი მარტო ყოველ დღე ვქონდეს რომ აი ბევრი რაღაცეები ხო ვიცით რომ ისე განვითარების ახლა ის ცოტა ხანი ამას გავაკეთებთ აი სულ რო იყოს რომ მაგალითად აი რაღაცაში რო ვარ კონკრეტულ თავს ვერ ვაბამ ყოველ დღე მქონდეს რომ დავსვა კითხვა მე რა სარგებელს მაძლევს ეს ანუ რაღაც სარგებელს ხო ვიღებ უეჭველი რომ ვიტანჯები მაგალითად ანუ არ არსებობს რამე რომელსაც სარგებელს არ ვიღებდი ანუ ეგეთი რამე გამორიცხულია რა რავი ხა რაღაცას ალკოჰოლს დალევ თუ
სიტყვაზე ვიღაც ადამიანზე ხარ მიჯაჭვული და ტოქსიკურად თუ რაღაც, ანუ არ არსებობს რა და აი ეგრე მოდი ახლა ერთი თვე მხოლოდ ეგ იყოს რა. იმიტომ რომ ამას თუ გააკეთებ რომ რას მაძლევს და მე დაგავიწყდება რა, მე რაღაც შემოვა რომ აი რაღაცა სხვა მიდგომა. მაგრამ აი დარჩენა მაგაში რომ აი სანამ გადავა ჩვევაში რა, დიდი ხანი. იმიტომ რეალურად ან მაგას შეუძლია მოიტანოს და სიღრმეებში ჩაგიყვანოს, როცა ერთ რაღაცაზე დიდხანს დარჩები და აი ეგ ძალიან ის არის, ხო, პრაქტიკას მნიშვნელობას ვამბობ რეალურად. ეხლა მე რაღაც კონკრეტულად რაღაც მაგალითი ავიღეთ, თორე ნუ აი რაღაცა იოგა ჩემი არ არის, ჯერ შეიძლება რაღაც კონკრეტული მასწავლებელი არ მოგეწონა, შეიძლება მართლა შენი არ არის, მაგრამ ეზე დაყრდნობ ერთხელ ვერ იტყვი რა პირველ მისვლაზე მაგას რა, შეიძლება მასწავლებელი არ იყო, შენი განწყობა როგორი ქონდა, როგორ ებიდებოდა თავში მაშინ, ხო? და ნებისმიერ რამეზე მარტო იოგაზე არ ანუ და საბოლოო ჯამში იქამდე დავდივართ თუ მე იქ ვარ მისული, რომ ვინმე რომ მეუბნება რაღაც თუნდაც რაღაც თერაპიულ პრაქტიკაზე თუ ან მედიტაციაზე, რომელსაც მაგალითად სულ ბოლო დავაყენებდი ჩემი გადმოსახედიდან. თავარის რასაც ვეუბნები ხოლმე რომ აკეთე, დაიწყე, ოღონდ აკეთე მინიმუმ აი რაღაცა 9 წელი აკეთე. ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა რა, ანუ შეიძლება 9 წელი აკეთო, აი რაღაცა დილით გებოდე და შუშას წმინდავდე და просто აკეთენა ის შუშა გაწმინდე ყოველდღე აი რაღაცა დაინახე და წმინდე просто აი ამან დიდი რა ის რომ ეგრევე უნდა რა ეგრევე შედეგი უნდა ადამიანს ხვდები ანუ იწამში ხო და ეს სკროლვის ის არის რა ანუ აქამდე ესე მუსიკა ყველაფერს რო დააკვირდე რა აი მუსიკას როგორი აჩქარებულია სწრაფი დოპამინი სწრაფი ის რა მაგას ვაკვირდებოდი რა იოგაც აჩქარებულია სწრაფად უნდა 1 საათში ადამიანს ხო რაღაცნაირად ეგრეა რა ყომა ხო ეგ არის ხო, ყველაფერი ეგრეა რა, უცბად უნდა ადამიანს რომ ყველაფერი მოხდეს და ეგ, короче, ჩემზე და მაგაზე მეფიქრია რა და აი გაიაზრეს ადამიანებმა, აი ცოტა ნიჰილიზმური მაგიტომ გონია რა ადამიანებს მდგომარეობა, რომ რაღაცა ამ რელიგიების ის დაკარგეს რა, წმენა და იქ რა იქნება და რაღაც. იცის რომ 70 წელი ცხოვრობ მინიმუმ ადამიანმა რა და ეხავე უნდა კარგად იყოს რა, ხო ხვდები, აქედან 70 წელია, რომელშიც 50-60 წელი ცხოვრობ აქტიურად რა, ბჭყალებში რო ვთქვა, ხო? ახალგაზრდა ხარ ძალიან ცოტა ხანი და ადამიანმა ეს დაინახეს და გაიაზრეს, აი რა იქნება მე არ ვიცი. ხო ცოტა ნიჰილიზმი იკვეთება რაღაც პონჩი რა და ეგრევე გაწავიდა რა აქ რა ეხავე რა სწრაფად დოპამინი, სწრაფად სიამოვნება, სწრაფად კარგად ვიყო, აღარ უნდა აი მუსიკას ესო დააკვირდე რა თუნდაც რა ჩქარია რა ხვდები აი სუჩქარი მუსიკა და ეგრევე კმაყოფილება და ის არავინ ელოდება იმას მოიხარშოს ხო ანუ იოგაც ეგეთია პრაქტიკა ეგეთია ადამიანი ეგეთია რიტუალურობა დაიკარგა აი ჯგუფში როგორც ხო აი კომუნას ძალიან აქვს ხოლმე თუ ზოგადად რაღაც ჯგუფურ პრაქტიკას ძალიან აქვს რაც შეუცვლელი გახდა მე ჩემთვის აი რიტუალურობის შეგრძნება და ძალიან მნიშვნელოვანი მგონი არაფერი არ შეცვლილა ისევ იგივე ფსიქიკა გვაქვს ისევ ისეთი თავი გვაბია რაც გამოქვაბულში არაფერი არ შეცვლილა არც მეტი გამტარობა გვაქვს ნერვული სისტემის და იმის რომ ამხელა ინფორმაციას გაუძლოთ რავი მომავალში თუ შეიცვლება ოკეი შეიცვალოს რავი ანუ ძალიან კარგი მაგრამ ესე სწრაფად არ ხდება როგორც ის ხო არ ხდება რა და ეხა ისევ რომ იმუნის თავი გაბია და ამ დროს რომ ამხელა ინფორმაციას იღებ ადამიანებთან კონტაქტში აღარ შედიხარ და სხეულთან გაუცხოებებს ეგ არის ანუ მე ვიცნობ ეგეთ ადამიანს რომელიც ნიჰილიზმი აქვს და ამ დროს ძალიან განსხეულებულად სხეულზე მუშაობს მე ეგეთი ადამიანს არ ვიცნობ იმიტომ რომ იმდენი რაღაც ხდება იქ რომ ამას ვერ იტყვი რომ აი ეს არ იყოს რაღაც საოცრება როცა მუშაობას იწყებ თუნდაც რაღაც ემოციებთან თუ სხეულთან იქ იმდენი ამბებია და ისეთი მრავალფეროვანია და იმდენი რაღაც ფერადი გახსნები ხდება რომ აღარ გჭირდება გარეთ ეხა რაღაცა ხთაებრივია თუ რაღაცა გენიალებს რაღაც არ ვიცი ფანტასტიკურია სულ გაქვს შენი ამ რაღაცა კოსმიური მოწყობით ანუ ჩვეულებრივად მიკროკოსმოსი გაქვს ხარ რა მე ენერგეტიკულ სხეულს რო ეხები რა ეს მერიდიანები რაღაც ენერგეტიკული სხეულები რომელიც ციურ სხეულებთან არის დაკავშირებული რაღაცა ორი კვირა რაღაცა კონკრეტული რომელი რაღაცა წერტილი დაიმასაჟო 3 წერტილი რო დაიმასაჟო ყოველდღიურად რამე კონკრეტული
მივხვდები რომ ანუ ფიქრები შეგეცვალა რა, რაღაცა სტიქიებში გადაალაგა რა. და რაღაცებიც кайფობ რა მაგ ყველაფრით რომ აი ეს რაღაცა ჩამქრალი რომ არც ერთ სტიქიასთან შეხება აღარ გაქვს და რეალურად სხეულში რატო არ ხარ? იმიტომ რომ შენ სტიქიებში ვერ ხარ რა და ანუ ეს მოწყობა აქვს, აქ ყველაფერი არის, ანუ ამ ელემენტებზე დადის რა და ამასთან წვდომა აღარ გაქვს, დინარესთანაც ვერ მიდიხარ, ვერც მიწაზე ვერ და ანუ სხეული კვდება რა და სულს თუ იქ შიგნით რომ შემოდიხარ, იქ თუ ხდება ეს რაღაცა დიდი ხნის უნახაობა, იქაც ვერ არის რა სხეული ამაში და შენთვის არის ყველაფერი შიში და ტანჯვა, ის რომ მაგალითად გამოხატო ბრაზი, თუ გამოხატო რაღაც, იმიტომ რომ იმდენი ხანია ეგ არ მომხდარა, რომ ეშინია, რომ ეს არ მოხდეს ძალიან უკონტროლებლად და გარეთ ისე არ გამოხატა. არ გაქვს capacity, ანუ და ვერ იტევ რაღაც. ანუ მაგის რესურსი არ არის შენთან რაღაც. ხო და ნუ აი ამ გახსნის გზა მოკლედ ძალიან სასიამოვნოა. აუცილებლად სასიამოვნოა. ხო, ნუ არ ვიცი ხო, მე ვერ წარმომიდგენია სხვა რა შეიძლება იყოს მაგაზე საინტერესო. გარდა იმისა, რომ მართლა შენი თავი გამოიკვლიო, ვინ ხარ, ახლა რატო ხარ, ესე რატო შვები ესე რაღაცები, ხო? ხო, და ნუ მედიტაციის მთავარი დანიშნულება არის კიდე რომ კარგად კი არ იყო, ნუ კარგად იყო, ოღონდ მედიტაციური გაგება ჩემი აზრით არის, რომ კარგს და ცუდის მიღმა გაიხედო, ხო, ტკივილს და სიამოვნებას შორის. ამ ყველაფერზე დაკვირვება, ეხა ტანტრული გზასია, მაგალითად რაღაცებზე რომ მუშაობს პირობითად სიამოვნებაზე, ხვდები, რომ ისეთივე მძაფრია, როგორც ტკივილი და განსხვავებაც არ არის, ხო? და თერაპიის გზა არის ალბათ უფრო რომ აი ეს blind spot-ები დაინახო, რომ შეიძლება დიდხანს აკეთო მედიტაცია, მაგრამ აი რაღაც კონკრეტული წერტული რომ თვალს არ უსწორებ, ვერ ხედავ. მე ვერ დავინახე რაღაცები მარტო მედიტაციაში და ეს დამეხმარა. შეიძლება ვიღაცამ ემპირიული ცხოვრებისეული გამოსილები და თერაპიები არ დაჭირდეს, მაგრამ რავი, ისეთი რაღაცები გახსნა ეს ჩემში სისტემურმა განლაგებამ, ცნობიერმა თამაშებმა, რავი კიდე რამდენიმე პრაქტიკამ. რომ არ ვიცი ის როგორ უნდა, რომ არც თუ არ იცი რა გაწუხებს, როგორ უნდა იმუშაო რა და ამ დროს რაღაც ისეთ სხვა ადამიანების დახმარებით ისეთ რაღაცა გამოდის, რასაც შენ შეიძლება ერთი წლის ასაკში გადაწყვიტე, რომ მე ამას მეორედ აღარ დავინახავ რა და ვეღარც დაინახო რა, მაგრამ ის წუხილით გამოტანილი ამბავი ჯგუფში ისე ხდება, რომ ამოდის და მართლა სხეულებრივად გრძნობ, რომ რაღაც იხსნება რა. კი, ეს გაშვება. გაშვების მომენტი არის და ხვდები, რომ ენერგიაც აღარ მიდის იმ ჭიდაობაში მე რა და უკვე ხაი მე კარგად ყოფნას მაგას ვეძახი რა, კი არ უნდა გახვიდე რა, მაგრამ აი ცუდად ყოფნა არის აქ დანამატი იმის თქმა მინდა რომ აი ეს ცუდად ყოფნა არის რა არის ხო სტრესი და ცუდად ყოფნა აი კონტური წინააღმდეგობა აქტივობა რაღაცაში ენერგია მიდის და თუ ეგ არ არის თავისთავად ყოფნა რა ხო ხტები აღარა ის არის რაც არის სულ რაც იყო ხო ეგ არის კარგად ყოფნას მართლა კარგად ყოფნა ეგ რავი ყოფნა რა ხო რეალურად აი რამდენჯერმე ვახსენეთ რომ პერსპექტივა აქმის დონეზე ეს ყველაფერი პერსპექტივებზე დადის რა ანუ არის რაღაცა ცოდნები რომელიც შეიძლება სკოლის ასაკში მიგვეღო ანუ კაი იქნება ანუ რავი დააჯინე ბავშვი 6 წლის ასაკში დღეში 3 წუთი სკოლაში და მოდი ახლა რაღაცა რაზეც გაბრაზდი ეგ აიხსენე და მე დააკვირდი რაღაც სკოლა იხსნება ახლა ეგეთი ხო სამბობდა სალომე ეგეთი ჰოლისტური სკოლა იხსნება სადაც მაგაზე იქნება რა ძირითადი აქცენტები რა და ხო აი ვალდორფის სკოლას აქვს ბევრი ეს მიდგომა რომ თვითონ გააკეთონ რაღაცების ხეულ შეეხონ რაღაც კრეატიულები იყვნენ ბევრი თამაშით რა არ ვიცი მე ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა მაგაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ისი სწავლა უნდა იყოს ვერ ხვდები ანუ წარმოიდგინე რაღაც არ ვიცი ტექნიკა იღია რაღაც რა ყიდულობ რაღაც ტექნიკას და არ ვიცი როგორ მართვა რაღაც ეს ტექნიკა ეგ ამხელა სისტემაა მენუალი ხო მენუალი არ მოყვება მენუალი უნდა ვისწავლოთ რაღაცნაირად ხო ბავშვობიდან რაღაც მინიმალური მენუ როგორ ვიყოთ რაღაცეებთან ხო ანუ ფაქტია რომ არსებობს ცნობიერება თუ სისტემები თუ სახელმწიფოს მოწყობები რომელსაც ეს არ აწყობთ რა ზუსტად ხო და არ თავისუფალი ადამიანი ხო ერთის მხრივ მეორე კაი ამბავი აქ ის არის რომ სამაგიეროდ ხო ალბათ არის რომ
შემდეგ შენ თვითონ იწყებ ამების კვლევას და ესეც სახალისო პროცესია. სახალისო რა? კარგი თუ სახალისო ისეთია, სახალისო ძალიან ტკივილიანიც არის, უბრალოდ არის რომ ცოცხლად გრძნობ თავს ამეებში. ხო, ერიტყვი რა, ისიც კაი იქნებოდა ეხლა რომ მოტივირებული ვიყოთ თავისუფლებისკენ ყველა მთელი, სისტემა აღარ იქნებოდა მაშინ, სისტემა იმიტოა სისტემა რომ დაგიმორჩილოს და რაღაც იმის ნაწილი იყო. ხო, ყოველთვის ის არის რა, როგორ შეხედავ რა, როგორ შეხედავ. ინდუიზმში და ბუდიზმში მთავარი სიმბოლო არის ლოტოსი, რომელიც ერთადერთი ხარობს იმას ჭაობში და არასდროს ერთ ტალახს არ იკარებს, ხო? ანუ რაღაცა წვიმის დროს ეგრე ჩამოდის, ანუ სიმბოლო, რომ ჭაობში შეუძლია მხოლოდ გაიხაროს. და რავი, ქრისტიანობაში ქრისტე მოვიდა ყველაზე საშინელ ადგილზე, რაც შეიძლება რაღაცა დამპალი რომის, უბრალოდ უკვე რო იხრწნება მაგის, რაღაცა კოლონიის რაღაცის აი ბეთლემი, აი საერთოდ ცუდი სიტუაცია იყო. და ანუ ეს ყველაფერი ხო ალეგორიულად უნდა გაიგოს, შენ რომ საერთოდ არ დაბადებულ, ანუ ის არის, რომ ანუ იქ გაჩნდა რა, ანუ იქ ანდიბატება. ხო, ანუ აი ამ რასაც ვამბობდით დასაწყისში რომ ინიანის, ხო, ანუ აქ შეიძლება რომ დაიბადოს, ანუ ამიტომ რაღაცებს შეგვიძლია რომ დავაკვირდეთ სიმბოლოებს, რომ ნიჰილიზმისკენ არ წაგვიღოს რა. მე მაინც პოზიტიურად ვარ. ხო, ანუ თუ ესეთი ის არ არის, აი ქართველებთან ისეთი ტიპები ვართ, მაინც რომ ბევრი მზეა რაღაცით თავს ვიღაცა მეგობარი რაღაცას მოგვიტანს. მაინც აჰაჰა გადავაყოლებთ რა. მაგრამ აი თუ აღარ მაგან გადაგვარჩინა ქართველები. მაგან გადაგვარჩინა ერთის მხოლოდ მხიარულობა. ხო, და ძალიან კარგი არის რა თქმა უნდა. დაშფანდურმა. აქეთ წერი მოდის რა, შენ ტიპით. ყველა ერის დონეზეც კოლექტიურად თავის გადარჩენის სტრატეგიები არის, ხო და მეორეს მხრივ ეს ჩაჭერები და ეს წნეხი იქმნის მაგას რომ მაგიდან ამოხდე რა. პერსპექტივა ესეც შეხედავ. ხა და აქედან იწუწუნე და ხო აი იწუწუნს რა აზრი აქვს, პროსტა ცუდად იქნება. მეორეს მხრივ იც ოკეი რა, ხანდახან იწუწუნს მოსულ. მაინც ყველაფრის მადლიერი ხარ საბოლოოდ რაღაცებს რომ საბოლოოდ ხო იმ შენი წარსულის მადლიერის ყველაფერი იმის მადლიერება მე მდგომარეობაა ეგ რა რომელშიც ხო ანუ აი მაქედან ხარ რა რაც შევხედე ამ თერაპიებით ბავშვობაში ჩასულებს შევხედე ანუ ეს რაღაცა თან რომ ბევრს მედიტირებ ეგეთი განცდა გააქვს რომ თითქოს ყველაფერზე მადლიერი ხარ რა და ეგ ერთ-ერთი შადოუ არის ბევრი მედიტაციის და აფირმაციების კეთების და რაღაცა კარგად ის არა ყველაფერი კარგად იყოს მაგრამ იქ რაღაც ასაკებში ის ბავშვი რა გაბრაზებულიც არის სევდიანიც არის აი მნიშვნელოვანი არის იმის ამოყვანა თორე ხა რო გავიზრდებით და თან რაღაცა ჩვენ ისე გვაქვს ხო რა ყველაფერს ახლა მადლიერი ვარ ამ აი უკვე გადაწყობილი გაქვს მაგრამ ეს ზედაპირი არის მე ეგრე მქონდა რა რომ ვერაზუს ვერ ხვდებოდი ამ ფირმაზე აი თუ ბიჭო არ უგზნობ ამოდე აი როგორ მადლიერი ვიყო იძახე მაგრამ რაღაცა არაზუს ვერ არა პირველი საფეხური არის ეგრო ხო ნუ შეიძლება ვიღაცაზე მუშაობდეს მე ძალიან ის მქონდა მაგის რა თუ არ ვარ მე მქონდა რაღაცები აი ბავშვობის რო დავოგდე და ის მე თავისთავად მდგომარეობა იყო ეგ ჩემი რა განუიცადე მდგომარეობა მადლიერების ხო და რაღაც ეგრე შევხედე ყველა ის ნაბიჯი თუ რაღაც ყველაფერი ის იმიტომ იყო რომ ეხა აქ ყოფილიყო ეს ყოფილიყო რა მე ძალიან დამეხმარა ჩემს გზაზე აი ეს ეს მოდელი რაც self parenting-ს ეძახიან საკუთარი თავის მშობლობა რა რაც არის რომ როცა ბევრჯერ დღემდე მაქვს ხოლმე ეს რომ აი რაღაც რომ მოხდება და სიტყვაზე რაღაცა არასასიამოვნოს გრძნობ და კითხავს სვამ რომ აი ვინ არის ხა რა ასაკში ვარ რომ ეს გაუბრაზე ყოველთვის არის ხოლმე რომ ბავშვობაში ანუ რაღაცა იქ კაუჭი არის რომელმაც ეხა სულ არის 3-4 რაღაცა 8 12 ნუ წარსულში რა და მე აქედან დაკვირვებით მივხვდი რომ ანუ მე კი ვარ ეხა რაც მოხდება ტკივილიანიც მაყოვის მადლიერი იმიტომ რომ ამით გაკვეთილი მივიღე დღეს უკვე ისე გადავაწყო ცნობიერება რომ ხვდები მაგას რომ ცუდიც იმიტომ ხდება რომ ნორმალურად ვერ გაიგე და ცოტა განსაცდელიც მაგიტომ მოვიდა რომ იქნებ ესე გაიგო ეხა
მაგრამ ხშირად კი არა და ამ იმაში არის რომ ის ასაკებში არის ჩარჩენილი და იმას რომ მიხვიდე და მიდი ახლა შეჩემა მოიხოდე იმ ბავშვს 3 წლის ასაკში არ შველის არის რომ უბრალოდ მიხვიდე და მის გვერდზე უბრალოდ დაჯდე და თქვა რომ მოდი ამაში ვიყოთ ხა რა თუ გრძნობ რომ ეხა ვიღაცა მიგატოვა და დაინგრა ყოველთვის უმრავლეს შემთხვევაში არის ხოლმე კავშირი რომ ბავშვობაში შეიძლება დედა პურზე ჩავიდა და რო არ ამოვიდა კატასტროფად იმას ხა კაი ან მაღაზიაში უბრალოდ დაიკარგე და თუ რაღაც და იქ მისვლა არის რომ შენ ნენელა იწყებ იმას რომ აი მშობლემა რაღაც რო ვერ გაგიკეთეს ხა ის ხა იმათ რამდენი რაღაც ქონდა შენ აქედან რო ავალაგებ და მაგიტომ კი ხა მაგრამ იქ მაინც გაბრაზებულია ეს იქ მისვლა მე ძალიან მეხმარება ხოლმე მაგაში რომ ბავშვთან მივიდე და აი ეხა მე ვარ შენ გვერდით უთხრა და მე მოგხედავ აი ძალიან მეხმარება რა ამ მოდელის გარეშე პრინციპში აი ეს ძალიან ვერ შვებოდი რა ძალიან საინტერესო აღმოჩენებია ხოლმე რაღაცა თინეიჯერობის ასაკი ამოდის რომ ის და ანუ აი ეგ ხო შენი ნაწილია რა და არ არის ეგრე რომ მართლა არის რომ იქ რაღაცეები სულ არსებობს რომ ბაზისებ და ისე ჩარჩენილი რაღაც და სინამდვილეში გონია რომ ამასაკში ხარ რა აი როგორც ივსვით რომ ისენი გვაქვს არადან დიდი ნაწილი ბავშვებს ყველას აი ეგ არის არა წარსულებიც ეგ არის აწყოში ყოფნას რასაც ვეძახით რეალურად რამდენად აწყო ეს არის არა ის აწყო ხო არა ის შავი ხვრელების თან ამეებით თუ არ მიხვედი და ისენი არ წამოიღე ეს შავი ხვრელები იქ არის ხო ანუ ენერგია გაგდის ენერგია არის იქ ეხა ის ბავშვი რო გაბრაზდა და იმის შემდეგ არ გამობრაზდა იქ თუ არ დაბრუნდი და ნენელა ის ინტეგრაცია არ დაიწყე რო იცი რა ხო აწი ზუსტად შენთან ვარ და აწი გამოვხატავ დაგიცავ რაღაც იმიტომ რომ ან გამოიხატოს ან დანებდე თვითონ მე ძალიან დამეხმარა სუნთქვა რა სუნთქვა და რაღაცა ჩემი ტექნიკა გავოძრე რა კიდე მანდ აი კონკრეტულ რაღაცაში მივუყვებოდი ხოლმე რა რაღაც რამდენიმე სუნთქვის მე ეს ინტენსიური ხოლო ისტორია რაღაც სუნთქვის ისა და მაგან ძალიან კი სუნთქვა ძალიან გაბრუნებს მოცელში ხო ძალიან კარგად ჩავმა რაღაცა მე თითქოს აი ესე ეტაპობრივად წავყევი რაღაცეებს რა თითქოს აი ფენებს რა აი რაღაც ტექნიკები გავაძრე ისეთი რომ მივადგებოდი ხოლმე კონკრეტულ იმას და ეგეც წამოიყო ხო ნე აი ბოლო რაც იყო რაც მინდოდა რა თავიდანაც მაგას დავიწყეთ ლაპარაკი და რა საინტერესო იყო და პოდკასტისთვის შემოვინახოთ თქო და საბოლოოდ ძალიან მასიური გახდა რა ესეთი პრაქტიკები ინფორმაციას ბევრია ბევრი სტუდიებია ბევრი ჰილინგებია ტრანსფორმაციებია რაღაცებია და აი ცოტა სფეროს რო შევეხოთ რა შენ ახლა დიდი ხანია უფრო ამ სფეროში ხარ უკვე 10 წელია და საინტერესოა რა შენი დაკვირვებები რა სად იყავით სად ხართ სად ვართ ზოგადად ყველა ერთად და როგორია რა ეს ყველაფერი რა ესეთი ის რომ გავაკეთოთ წამოვყვეთ და მოუვაროთ ხო რა შეიცვალა ძალიან დიდად ნუ ცოტა აქა-იქ მივედეთ თავიდან მაგრამ რა არის უფრო შეცვლილი ახლა კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე ვართ ხდება როგორ არის რა სიტყვები ხო, რეალურად ალბათ მთავარი არის ის, რომ თვითონ ისედაც ყველაფერი აჩქარებულია რა. და ის პროცესები, რაც სიტყვაზე თუნდაც დასავლეთში გაიარეს რაღაც 10 წლეულები, ეხლა რაღაც 1 10 ეს რაღაც ჩაპრესილი ძალიან დიდი რაოდენობით შემოშევის არის. სწრაფად განვითარდა რა. ჩვენთან ხო ბევრი რაღაც უცებ კლაბინგის ეგრე არის ხო რაღაცნაირად უცბად. ხო, ანუ რაღაცნაირი ის არის. ზოგადად ქართველები კავკასიაში, რასაც უყურებ, ისეთები ვართ, რომ ეს რაღაცა კუდაბზიკა ტიპებიც ვართ, თან გვინდა რომ არ ჩამოჩეთ უფრო ვიპრანჭებით, ვიდრე მაგალითად ეხა რეალურად ხო. აი მაგას ხო. სომხეთშიც ალბათ და აზერბაიჯანშიც მგონია რომ ჩვენ მათთვისაც მგონია რომ უფრო რაღაც დასავლელებად. გვაქვს ეს რაღაცნაირი ის რომ მალე დავეწიოთ და მალე ყოველთვის არის რომ თან კარგი არის და თან რაღაცები ფილტრის გარეშე მოდის რა. ანუ ძალიან კარგია რომ ამდენი პრაქტიკა შემოვიდა.
იქაც არის რა, იმაში ევროპაში, აი რაღაცა ერთი ამოვა პრაქტიკა, ძალიან პოპულარული გახდება მოდასავით, მე ჩაილის, მე ეს გატრუხდება. ხო რა, ანუ მე რაღაც ახალი წამოვა, ხო, შემოვა, მე ყველა აიტაცებს, მე მარტო ამ სფეროში არ არის თითქოს ეგრე რა, ხო ხვდები რაღაცებში. ხო. და მასისთვის ალბათ მგონია რომ ყოველთვის ესე იქნება რაღაცები მოდად და ინდივიდებისთვის იქნება სხვანაირად. ანუ ესეც ეს სფერო ეხა თავიდან რომ რაღაც იყო თუნდაც პირობითად იოგა, თავის ნიშას დაიკავებს ყოველთვის რა. უბრალოდ აღარ იქნება რომ ამდენი ადამიანი და უფრო ინტიმური გახდება. თვითონ ანუ დველიც ისეთი იქნება რა, ვიღაცა რო არ აკატავებს, აი რაღაცა ჯგუფში ვიღაც მოვაწავა, ეგენი აღარ იქნება, ანუ ის თავისი ადგილი ექნება ამასაც თერაპიებსაც და კონკრეტულსაც რა. და ყველა მასწავლებელი იპოვის თავის მოსწავლეს, ყველა მოსწავლე იპოვის თავის, ანუ მეც ეგრე უყურებ. და ისინიც ვინც არ არიან იმეთ რა ქვია დაბადებული ინსტრუქტორად თუ მასწავლებელი და ეგენიც აღარ იქნება რომ ეხა და ანუ ეგენიც თვითონ გაიკონტროლებს თავის გზას ეგენიც. ამ პროცესში ვიღაც ადამიანებიც რა თქმა უნდა დაზიანდებიან, დაზიანდნენ კიდევაც, ვიღაც ადამიანები ვიღაც ადგილებს უფრო მეტად ენდობიან, ანუ სადღაც უფრო მეტ კითხვას დასვამენ, რომ ეხა რა ხდება აქ თავისთან მივდივართ თუ რა და ამ სივრცის თუ ამ ადამიანის ხედვა რა არის და როგორ უყურებს, რომ ეხა ეს არის რომ შენ ის არის შესაძლებელი ხარ და უნდა მოდი ეხლა ჩაგაჭერ რაღაცა ინტენსიური პრაქტიკით თუ შენ უკვე შენ თავში სრულყოფილი ხარ ანუ ხარ უკვე და ნელ-ნელა შენი ტემპით გაიფრთხები თუ არა აი ყველამ რაღაცა და სწრაფად შევიცვალოთ რომ სწრაფად დავეწიოთ და რაღაც ხო ხო და სფერო ვითარდება გამოწვევებიც იზრდება კონკურენციას და ხო აი აქ გამორკვევა ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდე როგორ სტუდია რა შენს ხა ალბათ ესე ხო რომ აი იმდენად ეს 15 წამიანი ვიდეოები გახდა აი ხო რაცა უნდა იყო ეხა შენ მასწავლებელი ან რაღაც შენ თუ შენ თავს არ წარმოაჩენ როგორღაც არ დაელაპარაკები ადამიანს რა შენი მოსწავლე ან შენი სტუდენტი თუ რაც ქვია რა დადის ქალაქში, მაგრამ არ იცი შენზე რა, არაფერი და აი ცოტა ეგ არის რა, რომ აი ეს 15 წამიანი ვიდეოები კონკრეტული იქ ეს ჰუკები თუ არ ვიცი რა რაღაცეებით გიწევს ადამიანს რომ გაყიდო შენი თავი თუ რა ქვია მაგას რა წარმოაჩინო შენი თავი რა. ხო, მე მგონი ესეც ამოწურავს საკუთარ თავს. ხო, აი ხა არის ეგ რა, რომ კი ეს შეიძლება ბევრი წარმოაჩენს ესე სწორად მარკეტინგულად თუ ინსტაგრამულად თუ რაღაც თავს, მაგრამ საბოლოოდ რამდენად დააქშინა არსი ხო? მაგას ვლაპარაკობთ ახლა რომ გადარჩევის პერიოდია რეალურად ეს რა. ხო, ანუ ახალი სიტყვაზე ხმა მიაწოდო ახალ მომხმარებელს რაღაცა შეიძლება ზედაპირზე რაღაცებსაც აკეთებდე და რაღაცა ინტიმურობა იქ იყოს რა. ის ახალი რომელიც ჯერ იმაშია იმას იჭერს და გასაგებია რაღაცნაირი ინფორმაციული ომიც არის მეტნაკლებად რომ გიწევს ამაში. გამოწვევაც ერთგვარი რა. გამოწვევაც არის კი. აი 10 წელი სტუდია თქვათ რა, ხო, ამდენი ხანი მოდიხარ და ეხა უკვე სხვა რეალობაში ხარ, ხო, რეალურად რა, რომ გიწევს რომ უკვე რაღაც კონკურენციებში ჩაერთო და ნუ რო გადარჩე ალბათ ხო ვიცი რაღაც ეგრეა ხო თავის დინამიკა აქვს ამ მოძრაობას ფაქტია რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება რა კი ხო ეს არის და რაღაც მერე ჩამოვა და დადგება რაღაცათა ჩემი აზრით ხო აი ჩვენ საუბრობდით ხო დაწყებამდე რომ რაღაცა დიდი კორპორაციები ისეთი მაგალითად ენით საუბრობენ და ისეთი მესიჯები აქვთ რომ რაღაცა გაფართოვდი და რაღაც ისენი ბანკს რაღაცა და ნუ შენ შეიძლება გიწევდეს საუბარი იმისთვის რომ იცი რა უბრალოდ აი სხეულში დაბრუნდები უბრალოდ თავს კარგად იგრძნო ხო გიწევს რაღაცა ხო ანუ ადამიანის ვერ ხვდება რაღაც ანუ შეიძლება მიხვედრა იყოს ეს რომ აი რაღაცა ჯამრთელად იქნები ანუ ვერ ახსნი ახლა რომ ამ ჯამრთელობაში ანუ ჯამრთელს ხელობრივი ჯამრთელობა გავიგეთ ანუ მაგრამ მე იქ რო შემოვა შეიძლება რაღაცა მარტო ხელობრივ ჯამრთელობას არ ემსახურება და დიდი ამბები არის ხო
ხა ერთი ის იყო რა, ესეთი ტექნიკა, რომ ანუ შენ უთხარიო რაც უნდათ რომ გაიგონო ადამიანებს რომ მოვლენ მე მიეცი ისო რაც რეალურად ღირებული და მნიშვნელოვანია ეგეც ალბათ ერთგვარი ხრიკია რაც მარკეტინგულ მაგრამ ხო არ ვიცი რა მე ნუ ჩემ თავში ეგრეა რა რაღაც გულწრფელობა რა ამდენად გულწრფელი ვარ იმას ხო რა იმას გავაზიარებ რა რაც ვიცი ან რაც ვარ ეგ ვარ და მაგის თქმა და მაგის გამოხატვა ხო ინფორმით თუნდაც რა მე ეგ მაინც რეზონანსებზია რა ხო აი ხა ლუმოში მაგალითად სადაც ვართ ახლა არის რომ ამ რაღაცა ცოტა მაშინ მარათონში ვართ გახვეულები რა არის რა მოჭვალი არის მარათონი მაგრამ ანუ აი უკვე მოძრაობა დაწყებული გვაქვს უფრო მეტი ინტიმურობისკენ და უფრო მეტი შეკრულობისკენ და უფრო ზრუნვა შიგნით რა ხდება ვიდრე რაღაც გარეთ იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ ამ რაღაც თუნდაც მარკეტინგულის მუშაობს მაგრამ ისეთი რესურსი მეაქვს რა ნიშნულოვანი რაც უფრო მეტად ზრუნვა საკუთარი თავის და ადამიანებისზე უნდა ჩაიდოს პირველ რიგში საკუთარ თავზე რა ზუსტად და მეერეა ყველაფერი სხვა გზა არ არის ხო და ეს ინტიმურობა როცა კიდე ჩვენში შემოვა ეს ადამიანები კიდე უფრო იგრძნობენ რა თუ აი მაგმახეში თუ არ გავებმებით რომ ბოლოში მაგაზე და აი ხო პანიკიდან ზუსტად ხო რა გაშვება ამანდას რა ჩემს აი ჩილ ის არის ხო აი ამ აქაც რო შემოვედი ამ ოთახში აი რაღაც აი ენერგია და სიმყუდროვე და ეს ინტიმურობა იგრძნობა და ხო მე მაგასთან რეზონირებს ადამიანი რა და ეგ არის რა კომუნობა თუ არ ვიცი რესურსების მაკეთ მიმართვა რა გულწრფელობა პირველ რიგში საკუთარ თავთან მაგის მიღწევა რო იყო გულწრფელი და დიდი მადლობა მოსვლისთვის დროისთვის საინტერესო საუბრისთვის არის თქვენთან და დევი წარმატება თქვენ და გაგიბა ასე მადლობა